მილიონები აღჭურდა ჩვენ ბანკები გვაქვს იმდენი ზარალები მშვიდობისა ძარცვიდან 2 კვირის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ საკუთარი ბინის უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაიწყო. დღეს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ქართული ოცნების ლიდერის ბინაში სიგნალიზაცია დააყენეს. ეს TV პირველს თავად დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომლებიც თალაკვაძესთან მათ მიერ დამონტაჟებული სიგნალიზაციის შესამოწმებლად მივიდნენ, თუმცა დაცვის სამსახურს უმრავლესობის ლიდერი სახლში არ დახვდა. არჩილ თალაკვაძის ბინა 16 მარტს გაქურდეს მძარცველები ნუცუბიძის პლატოზე მე-12 კორპუსის მე-3 სართულზე ვერანდიდან შევიდნენ და თალაკვაძის სეიფი მოიპარეს, რომელშიც მძარცველი უпростоრეთ, რომელშიც თალაკვაძე ფულს და მის სახელზე გაფორმებულ იარაღს ინახავდა. ქურდობის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის დღესვე გახსნა. ეს რეაქცია, რომელსაც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, არჩილ თალაკვაძე, გიორგი ქობულია, გია ვოლსკი, კრიმინალმა უკვე მმართველი გუნდის ლიდერების სახლებში შეაღწია, რაც ნიშნავს, როცა ერთმანეთის მიყოლებით ქურდავენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ეკონომიკის მინისტრის და ქართული ოცნების ვიცე-სპიკერის სახლს. ძარცვიდან 2 კვირაში უმრავლესობის ლიდერი, როგორც გითხარით, სახლში სიგნალიზაციას აყენებს. რამდენად დაცულად გრძნობს მოსახლეობა თავს, როცა დამნაშავეები მაღალ ჩინოსნების სახლებშიც კი შედიან. ხელისუფლება კრიმინალის ზრდას, სტატისტიკას და დანაშაულის აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას უკავშირებს, თუმცა რა ვუყოთ ფაქტებს, რომელიც უკვე ჩვენს ყოველდღიურობად იქცა: გაქურდული სახლები და ავტომობილები, დაყაჩაღებული ბანკები და მაღაზიები, გაძარცვული მოქალაქეები და ამჯერად უკვე დაზარალებულთა რიგებს მაღალ ჩინოსნებიც უერთდებიან. პირად ცხოვრების საკითხი არის და თქვენ ეკონომიკის მინისტრი ხართ, ბატონ გიორგი, რას ნიშნავს პირადი ცხოვრება? თქვენი სახლი გაქურდე, არა მესმის, მაგრამ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაზეც თქვენ ვალდებული ხართ, რომ გვიპასუხოთ პირდაპირ. მაღალი არა ვარ ვალდებული. რატომ დამალა შინაგან საქმეთა არ დაუმალია. შემეხო პრობლემა, ეთყობა ვიღაც პატარა ბავშვმა შუშა ჩატეხა სახლში და გაღებას შეეცადა ფანჯრის. არის ეგეთი. არა, დეპუტატი დაუცველს მე. შეკითხვები გქონდა. არა, ეს ცოტა არის ამაში რაღაცა სკანდალური, იმიტომ რომ დეპუტატი ხარ თორე. იმან ვინც გატეხა ის ფანჯარა. არ ბრძანდები. ხო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს? ვინც გატეხა დეპუტატი იგივე ადამიანია თქვენთვის არის სხვა თორე. იგივე ადამიანი, ვინც შუშა გატეხა, იმან არის ის დეპუტატის არის ის თუ ემისია. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? კრიმინალები უკვე ხელისუფლების ლიდერთა სახლებს ტეხავენ, ფსიქოლოგიური ტერაქტების სერია კი ისევ გრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვსვამთ კითხვას, ვინ დგას ადამიანების მორალური განადგურების უკან. ჩვენ ამ კითხვას დავსვამთ მანამდე, სანამ შესაბამისი უწყებები არ გაგვცემენ პასუხს, თუ ვინ უკვეთავს და ვინ ახალისებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში გავრცელებას. დაუცველობის განცდა უჩნდებათ ადამიანებს, როდესაც ხედავენ რამდენჯერ განხორციელდა პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო ჩანაწერების გავრცელება და ისევ არ ჩანს ამ ყველაფრის ორგანიზატორი. მაგრამ მაშინვე ჩნდებიან საჯარო კომენტარებით მათიკაშვილ, ოხანაშვილ, კილაძეები, ყველას გვარს რა ჩამოთვლის კოლექტიური ტერორისტები. მათი კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რომ განცდა გრჩება, ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან. უხარიათ, ვერ მალავენ შურისძიების სურვილს, ვერ ახერხებენ ასე დროს მაინც თავშეკავებას თავდასხმებისგან. აი ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკაბესელია ინტერნეტ სივრცეში კიდევ ერთხელ გავრცელებულ პირადი ცხოვრების კადრებს. არ ვაპირებ ბესელიას აბსურდულ ბრალდებებს დავუთმო დრო და მედიით ვუპასუხო. ასეთი იყო ჟურნალისტების შეკითხვაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის კომენტარი, რომელზეც ბესელიას რჩება განცდა, რომ ისიც მორალური ტერაქტების მონაწილეა. მორალური ტერაქტების სერია ქვეყანაში ისევ გრძელდება. პირადი ცხოვრების კადრები ინტერნეტ სივრცეში კიდევ ერთხელ გავრცელდა. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ამ ყველაფრის მიღმა
დგას ხელისუფლების რაღაც გარკვეული ჯგუფი. ყოველთვის ვინც არის არასასურველი ხელისუფლებისთვის ამ ადამიანების წინააღმდეგ ხდება ხოლმე მსგავსი მორალური ტერაქტები. გავიგეთ, რომ ჩვენ გვაქვს ფართო წრეზე ეჭვი და ამ წრის შემოფარგლას ხელისუფლების მომხრე, ხელისუფლების არამომხრე არ ვაპირებთ. ვინ ტვირთავს პირადი ცხოვრების კადრებს, ვინ ავრცელებს, ვინ დგას სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან, ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი. იმის და მიუხედავად საქმე გვაქვს შექმნასთან, გავრცელებასთან თუ შენახვასთან, პასუხის მგებლობა უნდა დადგეს ყველა შემთხვევაში. ერთგვარი შტურმის ფონზე ისევ გამოჩნდა ეს უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტი. ესეთ შემთხვევით ხდება? გუშინ, როდესაც მე მედიამ მითხრა ამის თაობაზე, მე დაუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს და არ ქონდათ ეს ინფორმაცია, ჩემგან გაიგეს. რატო გაიგეს ჩემგან? არ არის აქამდე ან ვერ არის ნაპოვნი დამკვეთი. თუ დაახლოებით 1 თვის ვადაში, მე ამ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ, დავარქვევ სახელს, რა ქვია ამ ყველაფერს. რატომ ემთხვევა ყველა ჯერზე პირადი ცხოვრების ფარულად გადაღებული კადრების გავრცელება ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების აქტიურობას. მითხრა შემდეგ. არ უნდა დამავიწყდეს, რომ არსებობს კონკრეტული ურთიერთობები, რომელიც ვიდეოზეა გადაღებული და ეს ყველაფერი გამოქვეყნდება და მე პერსონალურად ვიქნები განადგურებული ჩემი კოლეგების თვალში და ქვეყნის თვალში. გააშანტაჟეთ და შეაშინეთ ვინც აქამდე შეგიშინებიათ. მე ღიად ვხსნი ამ თემას. ჩვენ არა მარტო ფოტოებს ვიღებდნენ, არამედ ვიდეო მასალაც არსებობს. რეაქციაში ვიკრიბებით და ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელშიც წინა ხელისუფლების დროს საძინებლებში ფარულად გვიღებდნენ და ამ ხელისუფლების რეალობაში უკვე ღიად გვივრცელებენ, ან გვემუქრებიან, რომ თუ არ გავჩუმდებით ჩვენი პირადი ცხოვრების კადრებს, მთელი ქვეყანა ნახავს. ჩვენ გვაქვს უფლება გქონდეს ჩვენი რეაქცია. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები აღარ გახსოვთ ბატონ ბიძინა. 2016 წელს? 2016 წელს. ვერ მიხსენებ, ეფიცებით. ფილებს ვიფიცებ, უპეგულოცობდე და რამეს მალავდი ახლა. ვერ მიხსენებ, რაზეა საუბარი. მაშასე დავიწყოთ ცოტა ხნის წინ 17 ადამიანის დაკავების მიუხედავად, რომლებმაც ეს კადრები ნებით უნებლიეთ გავრცელეს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები ისევ გამოჩნდა და ამჯერად ერთი მოზარდი დააპატიმრეს. როგორც აღმოჩნდა მის ხელში სკანდალური კადრები, ეს კითხვა როგორ აღმოჩნდა ეს კადრები, ეს კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელია. რატომ ემთხვევა ამ კადრების სოციალურ ქსელში გავრცელება ბესელიას მიერ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს? კოლექტიური ტერორისტები ასე მოიხსენიებს დეპუტატი ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს და მათ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს უწუნებს. დაუცველობის განცდა უჩნდებათ ადამიანებს, როდესაც ხედავენ რამდენჯერ განხორციელდა პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო ჩანაწერების გავრცელება და ისევ არ ჩანს ამ ყველაფრის ორგანიზატორი, მაგრამ მაშინვე ჩნდებიან საჯარო კომენტარებით, როგორც ზევით წაგიკითხეთ ჩამოთვლილი დეპუტატები, ასე აცხადებს ეკა ბესელია და ყველას უწოდებს კოლექტიურ ტერორისტებს. მათი კომენტარები ისეთი ამაზენია, რომ განცდა გრჩება ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან. უხარიათ ვერ მალავენ შურისძიების სურვილს, ვერ ახერხებენ ასეთ დროს მაინც თავშეკავებას თავდასხმებისგანო, აცხადებს ბესელია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეკა ბესელიას შესახებ გავრცელებული ფარული კადრების უკან მმართველი გუნდის ერთი ნაწილი შეიძლება იდგეს. როგორ დუმს გამოძიება, როცა ასეთი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ეკითხება დღეს ჟურნალისტებს ქვეყნის ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. ვერ დაგეთანხმებით, რომ გამოძიება დუმს. როგორ დუმს, როცა ის მართლა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ის რესურსები, რაც აქვს საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიებაში მაქსიმალურადაა ჩართული. რეაქციაც ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მყისიერი იყო. აი ასეთი იყო დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეფასება და ჩვენ მივესალმებით ჩვენ სტუმრებს, მე მათ წარმოგიდგენთ ლევან სამუშია, თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი იურისტი იდა ბახტურიძე, ქალთა უფლებების დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალების საერთო მომავლისთვის ლიკა ბასილაია შავგულიძე, ვებპორტალის ევროპა საქართველოსთვის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი, ზურაბ ჯაფარიძე, გირჩის ლიდერი, თათია სამხარაძე, ჟურნალისტი, გიორგი მუხიგულაშვილი, უფლებადამცველი, დავით ლორია, უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი, ლადო ბოჟაძე, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ
შემსწავლებელი, სოციოლოგი. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა პირველი შეკითხვა დაუსვა ეხლა ზურა ჯაფარიძეს. სამშაბათს უნდა გამოვტყდე, მე დამირეკეს და მითხეს, რომ გირჩს სურდა რაღაც განცხადების გაკეთება ინტერნეტ სივრცეში მორიგი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით უნდა ვაღიარო ისიც რომ მაშინ მე თავი შევიკავე იმიტომ რომ არ მინდოდა რაღაცნაირად პედალირება ამ თემაზე შემეშინდა ზურა მაშინ იმის თქმის რომ აი ატვირთული არის ეხლა თურმე კიდევ რა წამშიც ვითხოვდი ამას მქონდა ასეთი განცდა რომ ბევრი ადამიანი შეიძლებოდა შესულიყო და ენახა ამიტომ ვიწყებ დღეს თქვენგან საუბარს როგორ აღმოაჩინეთ კიდევ ერთხელ ეს კადრები მოგესალმებით პირველში მადლობა. სრულად შემთხვევით ერთ-ერთი გირჩის წევრი იმ დღეს ფიქრობდა ეგეც ქუბის გაკეთებას, იმიტომ რომ იმ დღეს მდინარაძემ შეცდომით გაუგზავნა მესიჯი ეკაბესელიას და ამ ქუბის გასაკეთად უნდოდა ბესელიას და მდინარაძის ეს კადრები და YouTube-ზე ეძებდა ეკაბესელიას კადრებს და რო აკრიფა ეკაბესელია მესამე თუ მეოთხე ვიდეოთ ამოვარდა რაღაც ეს კადრები. და სამისად ესე აღმოვაჩინეთ სრულად შემთხვევით რომ ჩვენთვის ეს ზოგადად აქტუალური თემა, იმიტომ რომ იცით რომ 16 ადამიანი ელოდება ჯერ კიდევ იმას რომ ისინი შეიძლება გააგზავნონ ციხეში 4-8 წლამდე იმისათვის, რასაც ჩემს არ არის დანაშაული და რაც ჩემს არის სრული სიგიჟე. ამიტომ მან მიიქცა ჩვენი ყურადღება და მათ შორის შემდეგ გავაკეთეთ საჯარო განცხადება მასთან დაკავშირებით ჩვენმა მაჟორიტარის კანდიდატ ჰერმან საბომ ერთ-ერთ ტელევიზიის ეთერში თქვა, რომ იმისთვის ისაც ადამიანებს ემუქრებათ 8 წლიანი საპატირო სასჯელი, აგერ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს ეს კადრები არის 2 კვირის წინ ატვირთული და შინაგანური საკუთარ სამისოს არანაირი რეაგირება ამაზე არ მოუხდენა. რომ სრულად შემთხვევით აღმოვაჩინეთ ეს კადრები იქ ატვირთული იყო დაახლოებით 2 კვირა და ისე იდრო არავის იმისთვის ყურადღება არ მიუქცია. ანუ თუ მიდიოდა გამოძიება ეს კადრები სრულფასოვანი გამოძიების შემთხვევაში უნდა აღმოეჩინათ? მე მგონია რომ ზოგადად სიგიჟე არის ადამიანების დაჟდა ისეთი რაღაცის რაც ინტერნეტში ესე საჯაროდ არის განთავსებული ამ შემთხვევაში 16 ადამიანს გულისხმობ მაგრამ მინიმუმ თუ ამ ადამიანების ჯი რაღაც თვალსაზრისით შესაძლოა ყურადღებით უნდა ყოფილიყო რომ ეგ კადრები ესე ღიად აღარ გავრცელებულიყო ხო როგორც მინიმუმ ვიღაცა თვალყოს ამას უნდა ადევნებდეს შეიძლება 2 კვირა ეს კადრები ესე ყოფილიყო და არავის ყველაზე ყურადღება არ მიექცა თან სერიოზული სახით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გვიმტკიცებდეს რომ ამისთვის ადამიანები ციხეში არის გასაშვები ხო მე მგონი არ მოდის ესენი ერთმანეთთან თანხმდრაში თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა, არ ჩამქოლოდ გთხოვთ უმორჩილესად, ვისაც არ მოეწონება ჩემი ეს ნათქვამი, მე შეიძლება იმიტომ რომ გამოცდილი მაქვს მსგავსი მუხარა და შანტაჟი, მე მიმაჩნია რომ თლათ ასეც არაა ზურა, თლათ ასე რომ პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ ადამიანებს, თუნდაც ერთი ადამიანი მეორეს რომ გადაუგზავნის ტელეფონით, მე ასე არ ვუყურებ. მე მიმაჩნია რომ ყოველთვის ყველა ადამიანი არის პასუხისმგებელი აი ამ ტიპის საქმეში. ერთი არის ორგანიზატორები, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოავლინონ, მაგრამ ის რომ აი რა მოხდა მე. მაპატიეთ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამაზე შეიძლება გაღიზიანდეს, მაგრამ რა მოხდა მე? მე ჩამიგდეს თქვათ ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და წავიღლიცინე და გადაუგზავნე ჩემს ამხანაკს. მე ვთვლი რომ ამ ტიპის დანაშაულშიც რაღაც პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. და ჩემს შეუძლებელია იყოს დანაშაული. ეგ ნიშნავს რომ მე რო ქუჩაში დავინახო შიშველი ადამიანი და ვიღაცა უთხარ რომ ამან ქუჩაზე შიშველი ადამიანია, ამის გამო მე უნდა დავისაჯო. ინტერნეტში ბმულის გაგზავნა შინაურიაში არის მისამართის მითითება და მეტი არაფერი და შეუძლებელია მაგის გამო ადამიანებს ჯიდენ. და მათ შორის რომც ჩავთვალოთ რომ შეიძლება მაგის გამო ჯიდენ, ეგ არის არაადმინისტრირებადი ამბავი. მაგათად ეს ვიდეო რომელიც 2 კვირის წინ იყო ატვირთული, სანამ შისს აიღებდა უკვე 12000 ადამიანს ქონდა ნანახი და დარწმუნება მათ შორის ალბათ გადაგზავნის და ნაჩვენების და შეიძლება გვერდზე აყურებინა ვიღაცას და შეუძლებელია თუნდაც ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში 12000 ადამიანის შისს დასაჯოს. ამიტომ ერთი რომ გონია რომ მისამართის მითითების გამო რისი მისამართიც არ უნდა იყოს ადამიანის დაჟა არის ჩემი აზრით უაზრობა და მეორე არა ადმინისტრირებადია რომც მოვინდომოთ. არა, მთავარი უბედურება ისაა რომ როდესაც იჭერენ ადამიანებს, არ იჭერენ და დღემდე ვერავინ ვერ გავიდა ორგანიზატორებზე, დღემდე ვერავინ ვერ გავიდა ამის დამკვეთებზე, მაგრამ მე ხო ხვდებით, აი ის რაღაცნაირად ასე წავიდა რა თითქოს კამპანიურად, რომ აი არავინ არაა პასუხისმგებელი, მე რა რომ ერთი ადამიანი მეორე პასუხისმგებელი არიან თავიდან ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს ვიღაცები ვინც შეიჭრენ ვიღაცის კერძო საკუთრებაში და ნებართვის გარეშე გადაიღეს ეს კადრები ის ადამიანები არიან მკაცრად დასასჯელები იქ არის ხო გამოუშველი და არა აი სხვა აწყებაა
ჩემთან დაკავშირებული. ოკეი, მაშინ დაჯილები ყოფილი. ჩემთან მოტანილი. მე გადმოვამაშინებელი არიან დაჯილები, ორგანიზატორები, ვინც იყვნენ ამის იმ პროცესიც მოწმეთ ვიყავ, იმიტომ რომ ეს ეპიზოდი ცალკე იყო გამოყოფილი იმათ. ანუ ვინც არიან დაჯილები, თქვენ ამბობთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ამ კადრების შემოქმედები იყვნენ ნამდვილად ისინი? იცით რა, მოგესალმებით პირველ რიგში, დაკავებულია კუდის უფროსის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი და კუდის მაღალჩინოსნები რამდენიმე. და თავისთავად ცხადია თუ ჩვენ თანხმდებით ყველა იმაზე რომ ეს კადრები გადაღებულია კადრების ნაწილი იმიტომ რომ პასუხისმგებლობას ქართული ოცნება ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაექცევა იმიტომ რომ ამ ხელისუფლების პირობებშიც გადაიღეს და მაგალითად ეკა მიშველაძე ღიად საუბრობდა რომ ვიდეო მასალა სწორედ ამ ხელისუფლების დროს არის გადაღებული მისი ამიტომ ის პირები კუდის მაღალჩინოსნები არიან დასჯილები ისინი სასჯელს იხდიან უკვე რამდენიმე წელია მაგრამ გამავრცელებლები შემდგომ რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან საზოგადოებაში და ინტერნეტ სივრცეში რა თქმა უნდა ამათი ორგანიზატორები რეალურად დასჯილები არ არიან. პერიოდულად ხდება ეს საერთოდ სამი ეტაპი იყო, სამი ტალღა პირადი ცხოვრების ამსახველი პირების გავრცელების და სამივე ეტაპთან პირდაპირ შეხება მქონდა. რატომღაც მე ვიყავი სულ სამიზნე. პირველად მოწეული სტუმრად. პირველად ეს კადრები ღიად მოქალაქე გელა ღურწკაია მოიტანა ჩემთან ქრონიკა პლუსის ოფისში. ეგრეთ წოდებული ფლეშკით ეს იყო 2015 წლის დეკემბერი საკმაოდ ადრე მე გადავიღე ეს ყველა მიცის და ეხა დეტალებს აღარ მოვყვები მისი სტუმრობა და 5 პირი დააკავეს ვინ იყვნენ ეს პირები მე უბრალოდ მოვიტანე დღეს ეხა არ იქნება ამის საშუალება მაგრამ მინდა ყველა მიცოდეს რომ ეს ჩვენებები ხელთამა გელა ღურწკაიას ორი ურთიერთგანსხვავებული ჩვენება არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის პირველი ის რომ ეს პირები უბრალოდ ისეთი მტკიცებულება მქონდა შექმნილი მისი ვიზიტი თავიდან ბოლომდე გადაღებული იყო სადაც ის მიყვება რომ ეს არის ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი პირი და მე ვეუბნები უარს და გასვლამდე უწყვეტი კადრია ამ მტკიცებულებას ვერ გაექცა თბილისის პროკურატურა და ისინი იძულებულები გახდნენ დაეკავებიათ ღურწკაია და ის პირი ანუ ნიკოლოზ ხაჭაპურიძე რომელმაც ღურწკაია ჩემთან ოფისში მოიყვანა და ქვემოთ ელოდებოდა მანქანით რა წერია ღურწკაიას ჩვენებაში ღურწკაიას ჩვენებაში ჩამოთვლილია იმ პირთა წრე რომელთაც ჰქონდათ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და არა მხოლოდ ეკა ბესელიას სხვაგვარებს რასაკვირველია არ ჩამოვთვლი იმიტომ რომ ამ მასალებს მაინც გრიფით საიდუმლო ადევს თუმცა ჩვენებაში ესენი ჩამოთვლილია ეს პირები ვინ იყო პირი ვინც პირველ ჩვენებაში გამოჩნდა ეს პირი იყო კუდის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი ვაჟა ციცილოშვილი ღურწკაიამ მიუთითა რომ ვაჟა ციცილოშვილმა მას გადასცა ეს პირები აჩვენა სხვა პირებიც და შემდგომი მოქმედებების მიზნით. ამ გარკვეული პერიოდის მერე ვაჟა ციცილოშვილზე ღურწკაია ცვლის ჩვენებას და ორი სხვადასხვა ჩვენება და ამ მეორე ჩვენებაში ამბობს რომ ეს პირი მისმა მეგობარმა ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ რომელიც ასევე კუდის სპეცდანიშნულების რაზმის წევრია მან მისცა იმისათვის რომ და ნახეთ რა არის გამოძიების ვერსია გამოძიების ვერსია ნუ ამ საქმეში არის ინგა ჩატოიანი საეჭვო ადამიანი რომელიც გირაოთი მაშინვე გაუშვეს რომელიც იყო მოწმე ერთ-ერთი ამ საქმეზე მთავარი ისე რომ გირაოს გადახდის ქვითარიწყი სისხლის სამართლის საქმეში არ დევს და შემდგომ საპროცესო გაუფორმეს იგივე ნიკოლოზ ხაჭაპურიძე ადვოკატი ირაკლი ხალაძე რომელიცაც არაპირდაპირი შეხება ჰქონდა და ზურა ჯამალაშვილი რომელიც ამ საქმეში იყო გამართლდა და ჩართული იყო იმიტომ რომ პოლიტიკური мотиваცია გარკვეულწილად მიეცათ და რა იკვეთება აქ იკვეთება გამოძიება მე რას მეუბნება გამოძიება მეუბნება რომ ეს 5 ადამიანი თურმე შეთანხმდა იმაზე რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი პირი უნდა მოეყიდათ ჩემთვის და 1000 ლარი უნდა მოეთხოვათ ძალიან სასოცილო ვერსიაა ხო იმიტომ რომ მით უმეტეს როცა ღურწკაიას ჩემთვის ფული არ მოუთხოვია რა წერია კიდე მის ჩვენებაში წერია ძალიან მძიმე რამ რასაც ღურწკაია აღიარებს პირველ ჩვენებაში ანუ და მეორე ჩვენებაში ესეც ქრება რომ მან ასავალ-დასავალი ჟურნალის ზაზა დავითაიას აჩვენა ეს პირი და გამოართვა იმ პირის ნომერი ტელეფონის ნომერი რომელიც ამ პირზე ფიგურირებს და ცდილობდა იმ პირთან დაკავშირებას მაგრამ ტელეფონზე მან არასოდეს არ უპასუხა გამოძიება საერთოდ არ დაუკითხავს ეს ადამიანები რა იყო ეს თუ არა შემდგომი შანტაჟი რასაკვირველია ეს იყო ასე და რატომ არ არის საქმე გამოძიებული რატომ მე სრულად ვერთდები ეკა ბესელიას მოთხოვნას რომ დამკვეთები უნდა იქნას დასახელებული მაგრამ რა მოხდა პირველ შემთხვევაში მოხდა ის რომ როდესაც ეს პირები დააკავეს მე მქონდა ინფორმაცია იმის თავობაზე რომ ისინი ემუქრებოდნენ თავიანთ დამკვეთებს და ჩემთვის ეს დამკვეთთა წრე გარკვეულწილად ცნობილია რომ ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვა ჯანყარაშვილი თამაზაშვილი და ასე შემდეგ და ნიკოლოზ ხაჭაპურიძის მას ჩემთვის აქვს მოყოლილი რომ ღარიბაშვილის ახლობლები არიან ისინი იმუქრებოდნენ
იცოდებოდნენ, რომ ყველაფერს მოყვებოდნენ დამკვეთებზე და ამის შემდეგ როგორ იქცევა პროკურატურა. პროკურატურა ეძახის ამ საქმის მთავარ დაზარალებულს ეკა ბესელიას, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ აიძულებენ ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. ეს არის დოკუმენტი თანხმობა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე იმ პირებთან, რომელიც ქრონიკა პლუსის ოფისში იყვნენ და დაკავებულები არიან. აი ამიტომ არ არის ეს საქმე გამოძიებული, რომ მაშინ არავის არ მოუთხოვია დამკვეთებზე გასვლა და რეალურად პასუხისმგებელ პირებზე ვსაუბრობდით, ხო? აი გამოძიების უპასუხისმგებლო გამოძიების ნიმუში დოკუმენტალურად ამაქვს ეს ყველაფერი მე მეგობრებო ეს არის თემა, რომელიც გუშინ და გუშინ წინ არ მომხდარა, ხო? ეს არის თემა, რომელიც 2016 წლიდან მოყოლებულია, ესე ბომბივით სკდება რაღაც ნაღმებია რა, როცა უნდა მაშინ აფეთქებენ 2016-ზე ვიტყვი კიდე ერთხელ მეორე პასუხისმგებელ უწყებას დავასახელებ, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანუ სუსი. თქვენს ეთერში მქონდა მე დებატები გიორგი გაბედავასთან, თუ გახსოვთ, იმიტომ რომ ჩემი ინფორმაციით პირები, რომლებიც გამოქვეყნდა 2016 წლის მარტში, ატვირთულია ინტერნეტ სივრცეში რუსეთიდან, კონკრეტულად მოსკოვიდან ერთი პირი, პირველი პირი, რომელიც გამოქვეყნდა, სადაც იქ მუქარებიც რაც იყო, შენი მისამართით მათ შორის, გამოქვეყნებულია ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიდან მიაგნეს კიბერდანაშაულის სპეციალისტებმა მეორე ერთ-ერთი კაფიდან და დასახელდა პირიც ჩემი წყაროს ინფორმაციით გიორგი გაბედავა, რომელმაც ეს პირები გამოაქვეყნა და რა მოხდა? სუსმა იმის მაგიერ და მე ვიტყვი ახლა ამას ამ ეთერში, იმის მაგიერ რომ ეს ყველაფერი გამოეძიებია, როდესაც მე ეს ინფორმაცია საჯაროდ გავავრცელე და შემდგომ შენთან ეთერში მივედი, ვახტანგ გომელაურის ოსო გოგაშვილს მიუხენის აეროპორტიდან ტელეფონით ურეკავდა და თხოვდა პასუხს იმაზე, რომ რატომ გაჟონა ამ ინფორმაციამ სუსისგან და საიდან იცოდა ელისო კილაძემ გიორგი გაბედავას სახელი და გვარი. ამიტომ არასოდეს არაფერი არ იქნება გამოძიებული რეალურად, იმიტომ რომ დამკვეთებზე აქ საუბარი საერთოდ არ არის. მოდით ასე დავსვამ მე კითხვას და თითოეული თქვენგანის აზრი მაინტერესებს. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არა და აღარ დამთავრდა პირადი ცხოვრებით ადამიანების დაშანტაჟება. ყველაზე მძიმე არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება ხოლმე მათი მისამართით, ვინც ამა თუ იმ მოცემულობაში არ არის სასურველი ხელისუფლებისთვის. დათო, თქვენ გისვამთ ამ კითხვას, მიპასუხეთ თუ შეიძლება. პირველ რიგში კონკრეტული პასუხისმგებელი მაინტერესებს, დიახ? ისე იგი გამავრცელებელსა და ამ ტურთავს შორის, ხო? ვის უფრო მეტი დანაშაული მიუძღვის? მე ვფიქრობ მიზანი რადგან ერთია, ამ ტურთავს შორის და გამავრცელებელს შორის ორივე უნდა იყოს დასჯადი კანონით. რაც შეეხება პასუხისმგებლობის თუმცა დამკვეთის სასჯელთან რას მოვა? რა თქმა უნდა, ნუ ეს ხარისხი უნდა იყოს გადანაწილებული მეტნაკლებად ადამიანის, რომელიც ამას ატვირთავს. თუმცა მიზანი ორივეს ერთი აქვს, ერთისაც და მეორესაც არის გავრცელება და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რომ ნახოს. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ეს ყველაზე მეტად თუ ვინმეს აქვს გააზრებული არის ხელისუფლება, ხო? თუ ვინმეს დღეს დანაშაული მიუძღვის ამაში და თუ ვინმე ადანაშაულებს ამ პირების და ვინც თუ ვინმე ეჭვს გამოთქვამს, ეს არის ხელისუფლების მისამართით ყველაფერი აგორებული, ხო? რა არის ამაში ახლა ლოგიკა შეიძლება ბევრ რაღაცაში დავიჭიროთ, მაგრამ ჩემი აზრით, ჩემი აზროვნებით ყველაზე ხელჩასაკიდი ლოგიკა არის მდგომარეობს იმაში თუ ვის უნდა აწყობდეს და თუ ვის არ უნდა აწყობდეს ამ პირების გავრცელება, ეს არის ხელისუფლება. გამომდინარე იქედან, რომ ეს შანტაჟის ფორმა არის ყველაზე უმძიმესი ფორმა, რომელსაც თუ ხელისუფლება ამას იყენებს, ამ შემთხვევაში იყენებს იმ მიზნით, რომ გარკვეული კონკრეტული პიროვნებების თუ პოლიტიკოსების მიმართ მოახდინოს გარკვეული ზეწოლა. იქედან გამომდინარე, ვინ რა საფრთხეს წარმოადგენს ხელისუფლებისთვის. თუ ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ იმაზე, ვინ არის ყველაზე დიდი საფრთხე და ვისი განეიტრალება ხელისუფლებას ჭირდება, ეს არის ჩემი ლოგიკით, არის აი თქვენ გადაცემაში ნიკა გვარამია საუბრობდა, რომელიც გამოთქვა და ვარაუდს, რომ შესაძლებელი არის ჩემი პირადი ცხოვრების ვიდეო კადრები გავცედეს. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი დისკომფორტი დღეს ხელისუფლებისთვის და ყველაზე დიდ შეურაცხყოფებს და ყველაფერს სპექტაკლები იქნება, სიცრუე იქნება, სიმართლე იქნება, ყველაზე დიდ დარტყმებს აყენებს ნიკა გვარამია, ხო, რომელიც
პირადი ცხოვრების კადრები არ გავრცელებულა. უნდა გავრცელებული იყო. გეტყვით ახლა, რატომ თუ ხელისუფლება აღწელებს, თუ ხელისუფლება აღწელებს, პირველი იყო ერთი წუთი. არა, მე არ ვამბობ, რომ ხელისუფლება ამას არ იკადრებს. მე არ ვამბობ იმას, რომ ხო, ჩემთვის მე არ ვამბობ, რომ გასაგები აქვს, მე არ ვამბობ, რომ ხელისუფლებაში ისეთი თანამდებობის პირები არიან, ამას არ იკადრებენ. ან ხელისუფლება ესეთი ღვთისმოშიში ხალხი მე ვამბობ ლოგიკას თუ ვინმეს განეიტრალება ჭირდება ამ მიზნით და ამ ხერხით ეს არის უფრო სხვა მძიმე მას ვის კვალს ხედავთ და ეკა ბესელიას მიმართ ხელისუფლებას გუნდს ვამბობ თორემ შეიძლება ხელისუფლებაში ან გარკვეულ ძალოვან სექტორებში იყოს ასეთი დაჯგუფებები რაღაცის ქაოსის შესაქმნელად ამ ყველაფერს აწყობდეს მაგრამ როგორც ასეთი გუნდს და მიზანი გუნდის მიზანი ეკა ბესელიას მიმართ არაფერში არ ჭირდებოდა. ეკა ბესელია ისედაც განეიტრალებული იყო და ისედაც საკმარისი კომპრომატები ჰქონდათ, რომელსაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ. ამ კომპრომატები საფუძველი გახდებოდა იმისათვის, რომ მან გუნდი დაეტოვებინა. გარდა ბრალდებებისა, დათო, ერთი წუთით გადმოვა ლიკა პირდაპირ, კი ბატონო. ამაზე ვსაუბრობ, თორემ ეს შეიძლება ყველაფერზე გამოთქვათ. მადლობა, ლიკას რაღაც კითხვა აქვს და გლევად მოგცემ. უბრალოდ მაინტერესებს, იქნებ რამე გამომრჩა და არ ვიცი, რა კომპრომატები მოისმინეთ კონკრეტულად ბესელიას წინააღმდეგ მართლა მაინტერესებს დიდი ხანია ველოდები ეს არის კომპრომატია რასაკვირველია და რა თქვენი აზრით აი ეს განცხადება შეიძლება იყოს კომპრომატი აი ესეთი ბრალდებების თუ ეკა ბესელიას ბრალდებები არ ვერ დაუმტკიცეს ეს საპირისპირო ბრალდებები დაამტკიცენ ეკა ბესელია პოლიტიკაში არ უნდა იყოს და არც ამბობთ აი ამ ფრაზის გამო არა ეს ბრალდებაზე საუბრობ ქალბატონო ბრალდება არის საკმაოდ მძიმე ხო მაგრამ ბრალდებისპირო არანოხი ვინმე კომპრომატი იქნება თქვენ წინააღმდეგ მე ვთვლი რომ ეს ჩემთვის კომპრომატი იქნება როდესაც არაკანონიერად კომპრომატი ენა ზვალი არა ვარიანტია არაკანონიერად მით უმეტეს თუ როდესაც ადვოკატი ფარულად ხდება პროკურორებს და იქ რაღაც სად არის ასეთივე რამე აი თუ დაამტკიცეთ ამ შემთხვევაში თქვენ ცოდნიან პირველად ამიცოდი დინარაძეს ხრიდან ხო იყო ბრალდებებზე ვსაუბრობ ლიკასთან გადავალ მაშინ და მე დანარჩენებთან ლიკა აი თქვენ ვის პასუხისმგებლობას აყენებთ დღეს მთელი ამ ამბებიდან გამომდინარე რომელიც არ მთავრდება ფაქტია რომ არ მთავრდება მოუნდება ვიღაცას ამოაგდებს კადრებს. ნებისმიერ შემთხვევაში რასაკვირველია ხელისუფლების პასუხისმგებლობა ცალსახად, იმიტომ რომ რა ჯაჭვიც ეხა ელისო კილაძემ წარმოგვიდგინა, აი ვინ ვის გადასცა, ვინ როდი, ანუ ვინ იყო ამაში ჩართული. სად არის ეხა ეს წიწიბოშვილი სიტყვაზე, ხო? ხო, რა გვარი? ციცილოშვილი. სად არის ხაჭაპური? სად არის ეს ხალხი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას? ეხა იქიდან გამომდინარე, რაც ელისო მიცის და რასაც მიყვება, აი პირველ წყაროსთან დაუშვათ. ყველაზე ახლოს აი ამ ჯაჭვში ეს ხალხი მოიაზრა, ასე ჩანს. აი მათ შესახებ ვიცით რამე, ანუ და საერთოდ იმ პერიოდში, როდესაც დაიგეგმა ამ კადრების, ამ ფარული ჩანაწერების 24000 ფაილის განადგურება, ეს იყო ფარსი, ესე გამოდის, ხომ? გამოდის ასე ცხადია, იმიტომ რომ საიდანღაც ეს კადრები მოხდა, ასე ვთქვათ, შავ ბაზარზე, იმ ბაზარზე, სადაც ადამიანები ცდილობენ კომპრომატებით შემდგომ პოლიტიკოსების წინააღმდეგ ივაჭრონ, ან უბრალოდ აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ და აი ეს თავისუფალ ცურვაში, ასე ვთქვათ, გაეშვა ეს კადრები ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე, ვიღაცას ასე უნდოდა აწყობდა, თორემ რომ კონტროლი რომ ყოფილიყო სწორი კონტროლი და მართლაც ეფექტიანი კონტროლი ამ კადრების გავრცელებაზე, ჯერ კიდევ ღარიბაშვილის დროს, როცა ეს მოხდა, ხო, განადგურება საჯაროდ, ასე ვთქვათ. ეს ასე არ მოხდებოდა. ვიღაცა მიხელდა იქ მომენტი და ჩაიდო, ასე ვთქვათ, ჯიბეში ეს კადრები და შემდგომ წლებში ჩვენ ამის შედეგებს ახლა ვიმკი. კარგით, მე კარგად მოვალადო ბძანეთ. კი ბატონო, ბატონო. და თუ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, შეგვიძლია სწორედ ამ კონტექსტში ვახსენოთ 2013 წელი, როცა ხელისუფლებას დახვდა 24000 ფაილი და არამხოლოდ პირადი ცხოვრება, ბევრი სხვა თემები და გახსოვთ თქვენ 2012 წლის წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში პირადი კადრები არ უჩვენებია ღია ტელევიზიით ხელისუფლებას, თუმცა აჩვენებდა პოლიტიკოსების საუბრებს, ხო? იგივე გუბას ანიკიძის, ირაკლი ალასანიასი, ღარიბაშვილის და ამ შემდეგ, ხო? და ეს იყო სწორედ ჩემი აზრით თუ პასუხისმგებლობა საუბრობთ იმას, რომ ესენი კი არ უნდა განადგურებულიყო და ვიცით მაშინაც ვისი ინიციატივით და ვისი წინადადებით განადგურდა ეს ყველაფერი, ეს იყო სამოქალაქო სექტორი, რომელმაც ასევე დაეთანხმა ხელისუფლებას, რომ მაშინ ამ ყველაფერს წერტილი უნდა დასმოდა და ჩვენ პოლიტიკური ცხოვრება და სამართლებრივი ცხოვრება ქვეყანაში სულთა ფურცლიდან უნდა დაგვეწყო.
დავიწყეთ სუფთაფურცხვიდან. აი ძალიან ღია და გეტყვით, რა რეალობაა ლადო უხურეთ, თუ წინა ხელისუფლების დროს საძინებელში გვიღებდნენ, ამ რეალობაში ან გვაშანტაჟებენ, ან გვიტვირთავენ. ხო და მივიდეთ აქამდე წინგა მე ამას საუბრობ. ეხლა წარმოიდგინეთ ხელისუფლება, წინა ხელისუფლება, რომელმაც ეს სისტემური დანაშაულად აქცია და კონკრეტული ადამიანები ციხეზიან ამაზე და ისაუბრა ხალხელისო მე აღარ ვიტყვი, რომელსაც 1 ოქტომბერს გაიგო რომ არჩევნები წააგო, მინიმუმ თვენახევარი აქვს რომ ხელისუფლება სანამ გადაბარდება, გადაიღოს, გაავრცელოს, დააკოპიროს და ასე შემდეგ ის ყველაფერი რაც არის იმ ადამიანებზე, ვის მომავალი წლების განმავლობაში იქნებიან ხელისუფლებაში. დეპუტატები, მოსამართლეები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ. ახლა მივყვეთ ლოგიკას, ხო? ჯერ მორალური ნაწილი თქვა, პირველ რიგში ჩემთვის მიუღებელია ეს ყველაფერი და სოლიდარულად თქვენს მიმართაც, ეკაცი და ყველას ვიზეც იყო და ძალიან სამწუხაროა რომ ეს მხოლოდ ქალებზე გავრცელდა, იმიტომ რომ თითქოს მამაკაცო რო გავრცელდებოდა ამას ასეთი რეაქცია საზოგადოებაში არ მოყვებოდა კაცია და შეიძლება და ქალის ეს მიუღებელია და ეს თავიდანვე არასწორია და კარგია რომ ამ წლებში საზოგადოება ისე გავიზარდეთ რომ ამას ესეთი ჯანსაღი რეაქცია აქვს და არა ნახე რა უქნია და ასე შემდეგ და თავის დროზე როცა ვინმე ეს გათვალა დარწმუნებული ვარ შედეგი ვერაფერი ვერ მიიღო ეს იყო ხელისუფლების შეცდომა თუ ამაზე ვისაუბრებ. ეხლა ვინ გაავრცელა? ხო, ამაზეც არის. თუ ვიტყვით იმას, ვინ გაავრცელა, ხელისუფლება ვის კვალს ხედავთ? თქვენ და ვის პასუხისმგებლობას? მოდი ასე დავაყენოთ. მორალ ნაწილი ვილაპარაკეთ, ეხლა თქვენ პოლიტიკური. ვინ არის დღეს მოგებული იმით, რომ ჩვენ ამ გადაცემაში ვზივართ? ვაბრალებთ ხელისუფლებას ყველაფერს, რასაც ვაბრალებდით, ძველსაც და ახალსაც და ვინ არის მოგებული ეხლა მითხარით? ხელისუფლებაა მოგებული? ვინ? მაშინ ეკაბესელი არის მოგებული? ვინ არის მოგებული? ბევრი შეიძლება იყოს ფართო წრე. ოპოზიცია მაგალითად, წინა ხელისუფლება, რომელსაც ნებისმიერ მათ აქტივისტსაც კი შეიძლება დღესაც სახში ედო ფლეშკა, არა მხოლოდ ეკასია ნებისმიერი ადამიანი. უკან იდგეს ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტები. ხელისუფლება, მოდი თქვათ ასე. ხელისუფლებამ გაავრცელა ეკაზე. ეკა გააჩერეს. ერთ-ერთი 2015-ში ეკა არც ოპოზიციაში მიდიოდა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო ერთ-ერთი ლიდერი და აი 2015-ში რო გაავრცელეს, ლადო იმასთან დაკავშირებითაც ოპოზიცია? ხო და ვნახოთ. არა, იმაზე არ ხო მაგას ვამბობ, გავიგოთ რა ლოგიკა არის ახლა ეკაზე. თქო ხო ეკაზეს მესამე არა ერთობლიობაში გაჭუია ერთმანეთის გარდა იქაც ვინ იყო ეხლა ხარ თქვენ და ნაციონალები და ევროპული საქართველოს გადაკვანძულებით თორე მაშინ ისეთივე მტერი იყავ შენ ნაციონალურ მოძრაობაში როგორც ეხლა ოცნება არის არ იყავი არ იყო ასე შუაშია არ იყო ასე მაშინ ვინ მოიგო გაგცემ პასუხს ახლა მაშინ ვინ მოიგო მადლობა ლადო გადავალ ერთადერთი რაც პასუხისგებ რაც მე ყურში არაერთხელ მოხდა და რატო არ ხდება ხელისუფლებას ესე მიკურს ეს არის ეკას განცხადება მიშველაძის რომ ის ამბობს რომ ამ პერიოდზე არის საუბარი მადლობა და ამაზე უნდა ვიფიქროთ ძალიან სერიოზულად დიდი მადლობა გისმენთ ლევან გადმოვაკლეთ მე მინდა სამართლებრივ ნაწილსაც შევეხოთ პოლიტიკურ ნაწილსაც დავიწყოთ ესე დღეს ჩვენ ხედავთ ხელისუფლების მხრიდან გაправებას იმით რომ ეს არის კიბერდანაშაული თურმე და ამის გამოძიება თითქმის შეუძლებელია და გუშინ ზვიად ზიზიგურის რაღაც გასაოცარი ფრაზები მოვისმინე ალ-კაიდასთან დაკავშირებით. ამით ცდილობენ ამის გაправებას. მე გეტყვით რომ აქ თავარი არის ხალხო ნება. ნების არსებობის შემთხვევაში გამოძიება დადებს შედეგს. და მოდი მარტივად გავყვეთ ახლა საქმეებს. ერთ დავამთავრებ რა. გეტყვით. ელისოს 112-ში დარეკიდა 12 საათში რომ გეტყვით რომ მაგას მივალ. აი მივალ და პოლემიკა შემოდი თუგნება. მოდით მივყვეთ აი დამკვეთი არის გამოძიება. დაკვეთ მე კი ვერ დაგისახებ. გვეუბნება გამოძიების გარეშე გუშინდელ ფაქტზე რომ აქ არანაირი პირადი მოტივი არ იკვეთება და კვეთი არ არის. როგორ გვეუბნება? აი აქ მივდივარ. მოდი მაგაც მივიდეთ. ხო და მაგ მივალ მაცადეთ. მაგ მივდივართ. მოდით ნებაზე როცა არის საუბარი. როდესაც ხელისუფლებისათვის, ხელისუფლებას როდესაც არ აწყობს, ან უბრალოდ რო თქვა, ხელისუფლება როდესაც არის ეჭვმიტანილი საქმეებში, ის საქმეები არ იხსნება. იმ საქმეები და მივალ აი აქამდე იმ საქმეებზე პერმანენტულად გვესმის რომ მიმდინარეობს გამოძიება. აი მოკლედ გეტყვით. იაკერძაია საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. სარალიძის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ციხებში რომ შედიოდნენ სარალიძის საქმესთან დაკავშირებით და ჩანაწერები რო გააკეთეს, მიმდინარეობს გამოძიება. რატიანის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. შვენი გმირი ცერცვაძე რო გადაცეს უკრაინას და შემდეგ რუსეთში უნდა წასულიყო, ვინ გადაცა? იმაზე მიმდინარეობს გამოძიება. მუხთარის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. თბილისის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ პირად ჩანაწერებზე მიმდინარეობს გამოძიება. რაზე არ მიმდინარეობს იცით გამოძიება? აქ ყოველ პირად იმაზე არ არის კიბერდანაშაულზე. არ მიმდინარეობს გამოძიება. ახლა ვიგეთქვით, არჩილ დალაკვაძის საქმე.
ორ დღეში გაიხსნა. არ მიმდინარეობს გამოძიება, ყოველ შემთხვევაში დაკავებული ადამიანი. შემდგომი 12 საათში გაიხსნა. ერთი წუთი 12 საათში გაიხსნა. შემდგომ გეტყვით, მინისტრის სახლში შევიდნენ, ხო, რომელიც თუნდაც პირადი ყოფილა. არ მიმდინარეობს გამოძიება, იმიტომ რომ პოლიტიკური ინტერესი იყო, რომ დაჯილიყო ადამიანი და გაიხსნა საქმე. მარტივი მაგალითი კიბერდანაშაულთან დაკავშირებით. ხახო, TBC-მ გადასცა გამოძიებული საქმე. ეს უკვე გამოძიებული, დასრულებული საქმე გადასცა TBC-მ. იქ გამოძიება მიმდინარეობს ახლა. კონკრეტული IP მისამართები, ერთი წუთი. კონკრეტული IP მისამართები ამ ტროლების ქარხნის. მიმდინარეობს ახლაც გამოძიება. აქ საუბარი არის თუნე კიბერდანაშაული. კიბერდანაშაული კი არ არის. თავარი ვინ არის? იცი, ვინ გადაიღო? აი ვინ გადაიღო? ეს კიბერდანაშაულთან. კიბერდანაშაული უკვე აწვირთვა. რა პასუხი გაქვს? ვინ გადაიღო? ეს არის თავარი ეკაბესელი ამოსო არის 2012 წელს. ეკაბესელი უკაცრავად, მეცვა ერთი წუთით. აი ეხლა თქვენ თქვით რომ ეკაბესელი ამბობს რომ 2012 მე ვამბობ რომ მე მაცნობეს 2011 წელს რომ იყო გადაღებული ჩემი პირადი ცხოვრების კადრები ფარულად, მაგრამ დღეს ვინ აშანტაჟებს იმ ძველი დროისაც ერთი წუთით რა დღეს ვინ აშანტაჟებს აი რო დაქვემდებარებულიყო ინგა ჩაბედავდა მით უმეტეს მართები ვინ დაქვემდებარებულიყო ინგა და დავასრულებ ინგა თუ შეიძლება სულელი უნდა იყო ინგა ბოლესთან მიხვიდე და ალბათ მისი იმითი დავალებით რომ თავის ძოზე ყველას უგებდნენ მთელ საქართველოს უთხრა რომ შეძეც არის კადრები და შეგვიძლია ინგა დავასრულებ და მივაქციო მინდა ყურადღება აკითხვა ქალბატონი მეზრიშვილის განცხადებას. ქალბატონი მეზრიშვილი არის იურისტი პროკურატურაში ნამუშევარი და ყველა სიტყვა გათვლილია და კარგად იცის რასაც ლაპარაკობს. მე მინდა საზოგადოებას აი ამონარიდი აქ პირადი ინტერესი არ იკვეთება დაკავებულია რიგითი მოქალაქე რომელმაც ვიდეო ატვირთა არ იკვეთება შემკვეთი 10 საათის განმავლობაში 10 საათებია გასული 24 საათი არა გასული და უკვე საუბრობს რომ შემკვეთი არ იკვეთებაო აქ არის პირდაპირ ნება ხელისუფლის რომ შემკვეთი არ იქნეს გამოვლენილი ერთი ხელისუფლებდა ეხლა 18 წელსაც შეუკეთავენ 18 წელსაც შეუკეთავენ პოლიტიკოსები ესეთ 18 წელსაც შეუკეთავენ 38 წელსაც შეუკეთავენ ბევრი მინახავს შემკვეთი შემსრულებელი და გამოვლენილი არა აქ არის რა არის ინტერესი და აქ არის ინტერესი პირდაპირ ლაპარაკობ ხელისუფლების ინტერესი წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების ინტერესი რო არ იყო ასე ბაზარი არ იქნებოდა გახსნილი ქვეყანაში შავი ბაზარი სადაც თუნდაც არასრულწლოვნები და თუნდაც ვისაც უნდა მოეპრიანებოდეს მადლობა დიდი მოდით მე გადავალ ერთი წუთი თუ შეიძლება მე ხა გადავალ გიორგისთან გიორგი თქვენ ვის კვალს ხედავთ ამ მორალური ტერაქტების უკან მოგესალმებით აი პირდაპირ ვისაუბროთ ყველა პასუხისმგებლობა ვისია ვისი კვალი იკვეთება ლადოს აქვს განცდა რომ შესაძლოა ეს იყოს ოპოზიცია ბევრ ადამიანს გვაქვს ეჭვი მეც მათ შორის რომ ხელისუფლების რაღაც ჯგუფი შეიძლება ამას აკეთებდეს იმ დროს როცა მათ ეს ჭირდებათ ხოლმე ბოლოში გავცემ თქვენ კითხვას პასუხს მოდით გავიხსენოთ წარსული, როდესაც 2012 წელს მოვიდა ქართული ოცნება, მაგ დროს დაიწყო ამ პირად ცხოვრების ამსახველ კადრებზე პირველად საუბარი, უკვე ღიად, რა დროსაც როგორ გითხრათ, ხელისუფლებაში ტკბობის გამო უყურადღებობა გამოიწვიეს თავიანთი, ანუ ხო იცოდნენ მიახლოებით ვიზზე იყო ხო გადაღებული კადრები იქ ბევრმა პოლიტიკოსმა იცოდა რომ არსებობდა მსგავსი ჩანაწერები ამ ადამიანებმა ვინაიდან რადგანაც ხელისუფლებას მოწყურებულები იყვნენ და 2012 წლის შემდეგ ნახეს გასაქანი საერთოდ მიავიწყდათ ხალხი საერთოდ მიავიწყდათ ის ადამიანები რომლებიც იყვნენ პოტენციური მსხვერპლები ამ ფარული ჩანაწერების აქედან გამომდინარე დაიწყო მე ალექსანდრე ჭიკაიძეს მინისტრობის დროს განადგურება ამ კადრების მაგრამ ჩვენ აი ერთ პატარა რაღაცას გავიხსენებ. აი თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილის საუბარი თინა ხიდაშელზე, ხო? საიდან გამოვიდა? ანუ ყველანი თანხმდებით, რომ ეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების 99% იყო ჩაწერილი წინა ხელისუფლების დროს. როდესაც ციხის კადრების შემდგომ ნათელი გახდა ის, რომ ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალი იყო, ნებისმიერ ჭკუათ მყოფელს ეყოფოდა იმის გონება, რომ შემდგომ რეალიზაციის მიზნით ან თუნდაც თავისი
დანაშაულებები რო ქონდა ჩადენილი და ის რო არ დაჟილიყო და ძალიან ბევრი ადამიანები კანდატკვიციანი და მსგავსი შავი რაინდები რომლებიც ძალიან სისხლიან ადამიანებს სისხლიან ტიპებთან უხეშად ვიტყვი მოიაზრებოდნენ ესენი გამქრალები არიან ხომ ამათმა თავი დაიზღვიეს იმ კადრებით, რა კადრებიც გადაიღეს თვითონვე, კი ბატონო. მე მაქვს ეჭვი, რომ დღეს მსგავს ქმედებებს ხელისუფლება ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ აი, ნუ ტელეფონში მაქვს ერთი რაღაც რასაც შევეგუე ამ ხელისუფლებისგან, ეკა ბესელიას ინტერვიუ 20 დეკემბერი. კობახიძე ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი და საინტერესო პიროვნებაა. და იგი წარმატებულად უმკლავდება მის ოპონენტებს. მერე შემდგომ უკვე პატარა გაუგებრობა რომ აისახა ქართულ ოცნებაში, მერე არის რომ ჩვენ რომ ნაციონალებს ვებძოდით, კობახიძე გოგლი-მოგლი ჭამდა და ასე შემდეგ. ანუ დაახლოებით ერთთვიანი ინტერვალში თურმე დეკემბერში არის ეს ადამიანი წარჩინებული და წარმატებული და ძლიერი პოლიტიკოსი, ერთი თვის შემდეგ იანვრის ბოლოს კობახიძე ხდება ძალიან ცუდი ადამიანი, გაუნათლებელი როგორც პოლიტიკურად ასევე ოპონენტებთან ბრძოლაში და ანუ რადიკალურად შეიცვალა. ამ სიტუაციაში ვსვავ ბატონო? არა, ერთწოთი. მოგება წაგებაზე ვსაუბრობ აქ რა. ამ სიტუაციაში ვსვავ კითხვას. ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში. ვინ დარჩა მოგებული? ვინ? ეკა ბესელია. რას ბძანებთ, გიორგი? ეხლა შეგეწინააღმდეგებით ისე რომ არავის აღარ იცემს ეკა ბესელიას მიმართ იყო რაღაცა ნეგატიური დამოკიდებულება მოსახლეობაში. შეიძლება ისარგებლოს? მისი პირადი დავამთავრებ თუ შეიძლება. ეკა ბესელიას ეკა ბესელიას მიმართ იყო ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, მაგრამ მსხვერპლის როლში წარმოჩენამ, ხო? რაღაცა როგორ გითხრათ, სოლიდარობა და რაღაცა დაათბო მის მიმართ ადამიანების. მადლობა, თუმცა კატეგორიულად არ გეთანხმებით, ალბათ იმიტომ რომ შეიძლება იმიტომ რომ პატარა რეპლიკას გავაკეთებ. ჩვენ არ გვაქვს პასუხი არც მსხვერპლი ამას ვერასოდეს ვერ იხილავს. როდესაც ჩვენ არ გვაქვს მსგავსი მასშტაბური დივერსიით, ხო? მე გავშალოთ ხება იდას. ყველანაირი გაправება მინახავს, მაგრამ ესეთი უსინდისო არ მინახავს. პირველ რიგში მოგესალმებით ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ შემიძლია ესეთი კომენტარების მოსმენა კორექტულად გამოვხატო აზრი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე საშინელება, რაც შეიძლება ადამიანს გაუკეთონ და რო თქვა რომ მაგალითად ადამიანმა თავი რო ააფეთქეს ტერაქტი რომ მოხდა, იმან გაიკეთა პიარი. დაახლოებით ესეთ რაღაცას ამბობთ ახლა თქვენ. მე პირველ რიგში ინგა მე არ ვიცი, მე ვარ ქალთა უფლებადამცველი და რა შეიძლება გავაკეთო და რამდენი წელი შეიძლება ვიმუშაო ის იმდენი რომ რაც პირველ რიგში თქვენ გააკეთეთ იმით რომ საჯაროდ გამოხატეთ რომ მე მესვრიან, მაგრამ შეგიძლიათ მესროლთ, მე არ მოვკვდებით. მაგრამ თქვენ ამით მაშინ შეაკავეთ ეს გასროლა, მაგრამ ვერ შეაკავა ეკა ბესელიამ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც შეიძლება გააკეთოს ქალმა, სხვა ქალებისთვის და ძალიან ბევრი ქალი გადაარჩინეთ თქვენ ამ ნაბიჯით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალის წინააღმდეგ იყენებენ იგივე იარაღს და ძალიან ბევრი ქალი ხა ლადო ძალიან უსინდისო ასევე თქვენი განცხადება, ბევრი ქალი მომკვდარა ფიზიკურადაც და სოციალურადაც და ეკა და ინგა რომ არ მოკვდნენ, რაც უნდათ მათ ოპონენტებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მის ოპონენტებს არ უნდათ და ოპონენტები ვინ არიან დღეს კარგად ვხედავთ. მე არ მინდა აქ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, მაგრამ ერთი წამით თუ შეიძლება მე გაცდიდით მიუხედავად იმისა რომ არ გეთანხმებით. მე ვამბობ ერთ რამეს რომ მე არ ვიცი ვინ გავრცელა კადრები, მაგრამ ყველანაირი პასუხისმგებლობა გავრცელებაზეც და იმაზეც რომ ეს ისევ ხდება ეკისრება ხელისუფლებას, ხო? რა მნიშვნელობა აქვს? ადანებას არ აქვს მნიშვნელობა. ნუ ხვირი ხართ და არის სისტემა რომელიც 2012 წლამდე თქვენს გიღებდას თქვენს ეს არ არის. უნდა მაცადოს ადამიანმა თავისი 12 საათში დაიჭირეს. ერთი წუთით ბოდიში. ამას პასუხისმგებლობას აყენებ და იმ პოლიტიკური ძალებს არ აქვს.
განცხადება იგა ბოისმია რითი დავიწყე პირველი დავგმე და თქვი რომ ვაცადოთ იდა საუბრობს წინააღმდეგ იყენებენ და არა კაცების გო გეგონა კაცები ანგელოზები არიან და ყველა ცოლის კაცას არის ამბარები მე აქ ვისმენ იმას რომ თურმე ერთადერთი ადამიანი ეს ვისაც შეიძლება აწყობდეს ეს არის ეკა ბესელია და მე თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რა შეიძლება იყოს პირადი კადრებით შანტაჟი ქართულ კულტურაში ქალისთვის წარმოდგენა არ გაქვთ საერთოდ არიცით რაზე ლაპარაკობთ თქვენ და ის რომ დაუშვათ ვიღაც ადამიანები თქვენ იცავთ ხელისუფლებას და ყველა სხვა ადამიანი არის დანაშაულო ამ ვის აწყობდა დღეს ამ გაკეთება და ვინ არის გამლეჩა ის ქალები რომ არ მოკვდნენ ის იმ ხელისუფლებას რომელსაც უნდოდა ვისაც იარაღი ქონდა მიშვერილ ეს იმას არნიშნავს რომ ხელისუფლება არის რომელ ხელისუფლებას ახსენებ შენ 12 წლამდე თუ დღევანდელ ის გამოაქვეყნა მე ამეტავზე იმაზე ვლაპარაკობ იმასაც მიშვერილი ქონდა იმასაც მიშვერილი ქონდა და ამას გაისროლეს იმაზე არაბობ გაისროლეს უბრალოდ ვიღაცები არ მოკვდნენ ვიღაცები მკვდარიც გვინახავს სოციალურად და ვინ მოკლა ვინ 2016 წლის კადრებზე როცა ლაპარაკობენ სოციალურად მორალურად და ფიზიკურად გაიტანეს პოლიტიკური სცენიდან არა ეს ხო უნდოდა მან გაამკაცრა ვის 12 საათი აკუთიდან ადამიანის იმათაბრალე და ვინც ინსტიტუტი ლადო ძალიან სულობადი სახე თუ მოვა მაგრამ მთელი პასუხისმგებლობა იმაზე რაც ხდება მე იცინას ვერ ვხედავ მათ შორის საუბარი პარლამენტზე ახშფოდებას ხალხო დავაცადო ახშფოდებას ვერ ვხედავ ეს არ არის შევშფოთდით და განცხადება გავავრცელეთ. რა უნდა ხდებოდეს ახლა პარლამენტში? სრული მობილიზება უნდა იყოს მათ შორის გენდერული საბჭოსიც, მათ შორის ადამიანის უფლება და დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს. სამართლიანი განცხადებებს რო აკეთებს აქ. და ყველასი რომელიც აკონტროლებს და ითხოვდეს და იბარებდეს ყოველკვირეულად მინისტრს და მოითხოვდეს რა ხდება ამ საქმეებზე. და ყოველდღურად ფეთქდება ახალ-ახალი ნაღმი. დიდი მადლობა. ეს არის თქვენთვის რეაგირების მაგალითი. არ არის რეაგირების მაგალითი. ერთი სამართლინო ან ჩიკოშვილი ან კაცია ან გირჩვა აღმოაჩინა ელისონ დარეკა 12 საათი სამართლინოა ხალხი ირღვევა ლადო ამ ხდებები არ არის ლადო ერთი წუთი თუ შეიძლება რა როცა არ ეთანხმები იმ ხალისუფლებას ირღვევა და ის მოდით მე გავუშვებ ცოტა ჩავაცხროეთ ჩვენი დისკუსია ერთი წუთით უკაცრავად ლადო გთხოვთ იდა გთხოვთ კარგეთ გავდივართ ეხა ჩვენ რეკლამაზე საგანგებოდ მყავხართ ეს ვინც მყავხართ დღეს მოწვეული იმიტომ რომ ასეთი ცხარე დისკუსია არ ქონდა დაგეგმილი და ლადო გამაკვირვე ისეთი იყავი გავდივართ ეხა რეკლამაზე ცოტა უფრო მშვიდ ტონალობაში ვისაუბროთ რეკლამა მალე გაივლის და თათიასთან მექნება შეკითხვა როგორც კი დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში თათია სამხარაძეს დავბრუნდით ჩვენი რეაქციით პირდაპირ ეთერში პასუხისმგებელი ვინ არის აი სწორედ ამ შემთხვევებზე რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ მოხდა თათია სამხარაძესთან მინდა გადავიდე ჟურნალისტი თათია სამხარაძე მადლობა დიდი რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას ჩემსა და თათიას შორის იყო წყენა ერთგვარი თავის დროზე როდესაც მასთან დაკავშირებული ამბავი გახმაურდა ძალადობის თემაზე მაქვს საუბარი და მაშინ თათია იყო ჩემზე ნაწყენი რომ მე მას არ დაუჭირე მხარი. მხარი დაგიჭირე ყოველთვის ვუჭერ ყველა ადამიანს მხარს, ქალს განსაკუთრებით, ვინც შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლი და ბოდიში მინდა ეხლა ეთერში კიდევ ერთხელ მოგიხადო თუ სათანადოდ ვერ გავახმოვანე ეს ჩემი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, შემთხვევით არ შეგვირჩევი ხარ დღევანდელი გადაცემის სტუმრად. შენი თვალით დანახული ეს რეალობა რაც ხდება. პასუხისმგებლობაზე დაისვა შეკითხვა და მიდის ერთმანეთზე გადაბრალება ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას შორის, რომელი უფრო დამნაშავეა.
ჩემი აზრით ორივე თანაზომიერად დამნაშავეა, ორივე ხელისუფლება, რომელიც ყვებავს იმ მონსტრ სისტემას, რომელიც პოლიტიკურ ველს და საზოგადოებრივ ველს აკონტროლებს ასეთი ბინძური მეთოდებით. პოლიტიკური ველი არ არის არგუმენტების და ხედვების ჯახი, არამედ აი ამ ბინძური კომპრომატების და პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანების დაშანტაჟების ველად იქცა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი და განსაკუთრებით ქალი, იმიტომ რომ სამიზნე ხშირ შემთხვევაში ქალები ხდებიან პირადი ცხოვრების კადრების შანტაჟით, ორჯერ უფრო მეტად დაფიქრდება, სანამ გადაწყვიტავს მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ ქვეყნის ან საზოგადოებრივად აქტიური გახდეს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს ამ დაუსჯელობის სინდრომის, რომელიც ქვეყანაში არსებობს, რომ ამდენი გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და დღემდე დამკვეთები არ არიან დასჯილები, ალბათ პირველ რიგში უნდა ეშინოდეს ისევ ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენელ იმ ქალებს, რომლებიც პოლიტიკოს ქალებს, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ცდილობენ წარმოაჩინონ საქმე ისე, თითქოს მსხვერპლს შეიძლება რამენაირად აწყობდეს მასზე ასეთი მორალური ტერორი. ამ სტუდიაშიც გაისმა და სამწუხაროა, რომ უფლებადამცველისგან გაისმა ასეთი მესეჯი, რომ შესაძლებელია რომელიმე ადამიანს ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა გენდერს აწყობდეს ან მოგებული გამოვიდეს იმ სირცხვილის არ ვიცი დერეფნიდან, რომელიც მოუწყო ხელისუფლებამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეკა ბესელიას და სანამ უკაცრავად დავასრულებ, სანამ ასეთ განცხადებებს გავაკეთებთ, მინდა რომ კარგად დავფიქრდეთ იმ რეალურ შედეგებზე, რომელიც ამ დაუსჯელობის სინდრომს მოყვება და ასეთი მაგალითი არის 16 წლის გოგონა ოზურგეთში, რომელიც თვითმკვლელობამდე მივიდა და ეს არის რეალური მსხვერპლი. ძალიან კარგია, რომ ქალებს, მათ შორის თქვენს ინგა, მათ შორის ეკა ბესელიასაც, რომელსაც ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ შერჩენია რესურსი დაუპირისპირდეს ამ მორალურ ტერორს, აქვთ რესურსები, რომ იბრძოლონ და ღიად ისაუბრონ, მაგრამ არსებობენ ჩვენ საზოგადოებაში ქალები, რომლებსაც არ აქვთ ეს რესურსები, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ იმაზე, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება კონსტიტუციით არის დაცული, რომლებსაც სირცხვილის გამო არ შეუძლიათ, რომ დახმარებისთვის მიმართონ საკუთარ ოჯახის წევრებს ან პოლიციას და მიდიან ისეთ ფატალურ შედეგამდე, როგორც არის თვითმკვლელობა. ეს მიმბაძველობა, რომელიც მხოლოდ მე სამი კერძო შემთხვევა გავიგე ეკა ბესელიას კადრების შემდეგ, რომელიც არ ხმაურდება, როგორ აშანტაჟებენ ჩვენ საზოგადოებაში ქალებს მაგალითის მიმცემი ხდება ხო? ის რაც ხდება პოლიტიკურ ვერტიკალში, ხდება მაგალითის მიმცემი ხო? გადადის სოციალურ სხვა ფენებში და განსაკუთრებით ზარალდებიან და ფატალურად ზარალდებიან ისეთი ქალები, რომლებსაც არ გააჩნიათ იგივე პრივილეგიები, რომელიც გაგაჩნიათ ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, თქვენ ან ეკა ბესელიას. მადლობა, თათია, ისევ მოგცემ შემდეგ შეკითხვა, ზურას მინდა ვკითხო და ნიკა მეტრეველს შემდეგ პასუხისმგებელი ზურა ვინ არის ამ ყველაფერზე და კვალი ვისი კვალი ჩანს? აი დაიწყო ეს ყველაფერი 2016-დან, არა 2016-დან არა. პირველი მსხვერპლი რეალურად იყო ამ ფარული კადრების გიორგი ფარესიშვილი. და სხვა შორის მაშინ სულ ნანოფ, რომ აი ესეთი ამბავი არ აწეულა რა მედიაში, როგორც მოხდა შემდგომ, როცა უკვე მართლა დაბომბვა წავიდა ამ პირადი ცხოვრების კადრებით, ამა თუ იმ პოლიტიკურად ან საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის. თქვენი აზრით ვინ არის პასუხისმგებელი? ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, გადაღებაზე ცხადი არის ხელისუფლება პასუხისმგებელი, რომელიც მაშინ იყო. მეტის მე მაშინ მახსოვს, როდესაც ამაზე საუბარი იყო, რომ რაღაც ათასობით ესეთი ჩანაწერები არსებობდა პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ თუ კი ვინმე აქტიური იყო საზოგადოებრივად, ეს იყო ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი თუ რა ვიცი არის. ყველა იყო გადაღებული, თქო ეს ეჭვი არსებობდა, ყველა იყო გადაღებული, მათ შორის საუბარი იყო იმაზე, რომ ამ კადრებმა გამოჟონა
ფაქტობრივად შევაყოფილიყავით ისეთ რეალობაში, რომ ესეთი კადრები აღმოჩენილიყო მტერი სახელმწიფოს ხელში და თუ კი ვინმე სოციალურად აქტიური ამ ქვეყანაში და მათ შორის შევა პრეტენზია ქონეს ან დღეს ან მომავალში პოლიტიკაში გააქტიურობაზე, პრაქტიკულად ყოველას წინააღმდეგ შევა კომპრომატი აღმოჩენილიყო მტერი სახელმწიფოს ხელში. ეგეთ ხო, მაგის ძალიან მაღალი ალბათობაა. მათ შორის თანამდებობის პირი. კი, ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ ეგ რეალობა იყოს სინამდვილეში, ხო, ეხლა. ხო, ამიტომ ცხადია ამაზე პასუხისმგებელი არის ის ხელისუფლება, რომელიც მაშინ იყო. ეხლა როდესაც ეს ხდება, რაც ხდება, ხო, თავი პასუხისმგებელი ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებაზე არის. მათ შორის ეხლა საუბარი იყო ვის ინტერესში შეიძლება ყოფილიყო გავრცელება. შეიძლება ბევრი ვერსია იყოს მართლა, თავიდან როცა გავრცელდა ეს კადრები, ვის ინტერესებში იყო ამის გავრცელება, მაგრამ მე რაშიც ეჭვი ნაკლებად მეპარება არის ის რომ აი 16 ახალგაზრდის დაკავება ხელისუფლება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ჩამოერეცხათ ეჭვები საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ მაშინ ძალიან კონკრეტულად დაემთხვა ამ კადრების გავრცელება ეკაბესელიას დაპირისპირებას ხელისუფლების რაღაც შიგნით რომელიღაც კონკრეტულ გუნდთან, ეს სასამართლოს თემა იყო მაშინ და სწორედ მაშინ მოხდა ამ კადრების გავრცელება და მაშინ ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანელი იყო ხელისუფლება, რომ ხელისუფლების რომელიღაცა გუნდმა ან ჯამში ხელისუფლებამ გააკეთა ეს ბესელიას წინააღმდეგ და ანუ მაგ დიდი ეჭვი მაქვს იმაზე, რომ ამადრების დაკავება იყო ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ აი ჩვენ რა შუაში ვარ, ჩვენ როგორ გავარცევთ, ხო ხედავთ ვიჭერთ ადამიანებს და ამის გამო მოყვა ის 16 ახალგაზრდა, ჩემს სრულად უდანაშაულო ამ ბადეში. აი ამაზე ნაკლებად მეპარება ეჭვი და ზოგადად ვის შეიძლება აწყდეს, იქ მილიონი ვერსია შეიძლება არსებობდეს მართლა. ანუ ცალსახად თქვენ ვერ დაინახავდით აქ ხელისუფლების კვალს? მე პირადად ეგეთი ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლების გაკეთებული შეიძლება იყოს ან ხელისუფლების რომელიღაცა ჯგუფის გაკეთებული შეიძლება იყოს, მაგრამ რომ სხვა ბევრი სხვადასხვა დაინტერესებული მხარე არის, ვისაც შეიძლება ეს ყველაფერი ყოფილიყო მომგებიანი. კარგით, ნიკა მეტრეველს ვკითხავ, პრინციპში შეკითხვა უკვე დასმულია, თქვენ ვის პასუხისმგებლობას ხედავთ, ნიკა? თუ შეგიძლიათ პირდაპირი პასუხი რომ გამცეთ. ძალიან რთულია ეხა ბატონმა ზურაბს ბრძანა ეხა ვინმე ხელის გაშვერა და ეს არასწორია ცალსახად. თუმცა მთლიანად ეს არის საზოგადოების ძალიან ძიმე გამოწვევა და მე თქვენ პირადად სრულიად გეთანხმებით იმ პათოში, რომ ეს არის ბინძური, ბირთვული იარაღი, რომელსაც არც ერთი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკაროს და აქ მეორე პრობლემაც არის, რომ თუნდაც უამრავი ადამიანი ამას სამწუხაროდ გაუაზრებლადაც აკეთებს და შემდეგ ისიც გაუაზრებლად უკვე ხდება ამ დანაშაულის მონაწილე. ეხლა თუნდაც ჩერნობილის ტრაგედიაში უბრალოდ პატარა პარალელს გავავლებ, ამ ტრაგედიის მერეც ის რადიაცია უამრავ ადამიანს წლების განმავლობაში და დღესაც აზარალებს, ხო? ამ ხელისუფლების პირობებში ჩატარდა ძალიან საინტერესო კვლევა, მასშტაბი რო წარმოვიდგინოთ დაახლოებით და შემდეგ უკვე დავასრულებ ფარს. დაახლოებით 120 მილიონი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში გამოყოფილი თანხა აი ამ კადრების შესაქმნელად ამ ოპერატიულ ტექნიკურ სამუშაოზე, რომ შემდეგ ეს მთლიანად სისხლში მოსულიყო, ხო? აქედან უკვე ჩანს ის მასშტაბი და ის სიღრმეები და ეხლა ცალსახად აქ ვინმეზე დაბრალება, აქ არის უამრავი აქტორი, უამრავი ადამიანის ინტერესი, რომელიც ცდილობს, რა თქმა უნდა, სათავისოდ ეს პოლიტიკური თამაშებში გამოიყენოს. ეხლა მაგალითისთვის ამ ხელისუფლებამ დათაახალაებს ძღოლს უპოვა რაღაც ჩანაწერები, იქ სხვა ადამიანებს ეხლა და ეს მასშტაბი სადამდე გაიშალა, ეხლა ამის თქმა ძალიან რთულია, თუმცა ეს არის მთლიანად ცალსახად საზოგადოების გამოწვევა და საზოგადოებამ თვითონმა ჩვენთაგანმა უნდა დავასრულოთ ეს ბოლო. ხო, მაგრამ აი უყურეთ, ხედავთ რას, გადმოდივარ ეხლა ლევან თქვენთან. ხედავთ რას, ვიღაც ადამიანი არ აწყობს მისი აქტიურობა ხელისუფლებას და იწყება მომენტალურად აი მის წინააღმდეგ მსგავსი ან მუქარა ან შანტაჟი ან განადგურების მცდელობა. ეს ავტომატურად აყენებს თუ არა ხელისუფლებას ეჭქვეშ? სოლიდარობას უცხადებ ქალბატონეკას, თუმცა ძალიან წუხარ აგერ ქალბატონმა ალისომ ძანა, როგორც ჩანს ისიც ბოლომდე პრინციპულად იმ ეტაპზე არ მიყვა ამ გამოძიებას. მე მისმის ფსიქოლოგიურ მდგომარეობა, თუმცა ისიც მაშინვე ბოლომდე ძალიან მკაცრად უნდა გაყოლოდა. არა დღეს, რა თქმა უნდა, მაგრამ თავიდანვე უნდა გაყოლოდა ამ საქმეს ბოლომდე. აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ლევან, რა სიტყვით თქვენ? მოკლედ, აქ მთავარი რა არის, იცით? ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე რაც ვსაუბრობთ ხალხო. ვინ არის დღეს პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში გამოძიებაზე? ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? ამ ყველაფერზე ბუნებრივია პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. როდესაც სისტემაზეა საუბარი, ის სიმახინჯე რაც შეიქმნა წინა ხელისუფლების დროს და რაც იყო კიდე მანამდე, ის იმახინჯე საწავიდა. მითხარით დამისახელეთ ერთი პროკურორი, რომელიც მიეცა პასუხისმგებაში. დამისახელეთ ერთი პროკურორი, ვერ დამისახელებთ. ნებისმიერი სახე, არა მარტო ჩანაწერებზე არ არის. ანუ სისტემა გადმოიბარეს, სისტემა მუშაობს ჩვეულებრივად. ხოლო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია მსხვერპლს აწყობდა ეს ყველაფერი. უბრალოდ აი რბილად რომ ვთქვათ, ეს არის აი
უპასუხისმგებლო განცხადება. იმიტომ რომ შეიძლება დავასრულო. მსხვერპლს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მსხვერპლისკენ მიმართო ის არის, როდესაც დღეს ჩვენ ვყავს ხელისუფლება, რომელიც ვერ იძიებს საქმეებს და რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩამოვთვალეს საქმეები, არ იძიებს საქმეებს და არ აყენებს ამ საქმეებზე შედეგს. მოდი მაშინ ასე შევხედოთ საქმეს. ახლა, როდესაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ, ინგა ჩვენ გვახსოვს, როდესაც კადრები გაანადგურესო თქვენს და ლადომ თქვა, რომ არასამთავრობოები იყვნენ ამის მომხრეები. თუ ვინმე არასამთავრობო იყო ამის მომხრე, ამ შემთხვევაში მცდარი პოზიცია იყო. მაგრამ ვინც გაანადგურა და ვინც იყო პასუხისმგებელი ამ კადრებზე, ეს იყო როგორც ვიტყვი დანაშაულებრივი ქმედება. აქ იურისტები ხარ და შემისწორეთ, თუ არასწორს საუბრობ. კონკრეტული ხალხი მტკიცებულებები განადგურდა. კონკრეტული მტკიცებულებები, როდესაც განადგურდა, მტკიცებულების გარეშე ინგა ადამიანს პასუხისმგებაში ვერ მიცემ. ანუ ვის აწყობდა ეს? რატომ აწყობდა ხელისუფლებას ამაში გამაკვლიეთ? აი, მითხარით, რატომ უნდა გაენადგურებინა ხელისუფლებას? განახელისუფლებას არ შეეძლო. თუ ერთი წუთი დავასრულებ, განახელისუფლებას არ შეეძლო ამ კონკრეტული მტკიცებულებების შენახვა საგამოძიებო ვადით. გამოძიების ამოწურვის შემდეგ კი ბატონო განადგურებული იყო ეს მტკიცებულებები. დღეს მარჯვნივ და მარცხნივ რომ ვრცელდება ეს ყველაფერი, ხელისუფლება ძალიან კარგად საუბრობს უკვე რომ ჩვენ ეს გავანადგურებთ და ამ განადგურების შემდეგ ასლები ვინ გადაიღო, მართლა თითქოს არ ეციან. მოდით, ლადო გავიხსენოთ ერთი რაღაცა. ჩვენ გვახსოვს ამას გზენი რამ ერთი განადგურებამდე, ლევან დავასრულებ. ლიკამ ფარსი უწოდა და იმიტომ ხარ ფარსი არა მინიმუმ შეცდომა იყო მეთქი. მთელი პრობლემა რა არის? ლიკა და ის ადამიანები და კონკრეტულად ლიკას არ გულისხმობ ამ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი ერთადერთი კახაკახიშვილი იყო ვიცი კომისიაში. ამის წინააღმდეგივდა ყველამ კარგად. არასწორი იყო ყველა ერთ-ერთი ამაჩორის ლადო განადგურებაზე. თქვენ რომ ერთი წუთი თქვენ რომ უთხრათ ლადომ დღეს თქვენ რომ უთხრათ თქვენი პოზიცია სამოქალაქო პოზიცია. აშინელი შინაგან საქმეთა მინისტრი და ამის ხელისუფლება ამ შემთხვევაში. ახლა დავასრულებ. მეორე ხრაირავთ. არა, ერთ რაღაცა ხელისუფლებას რო ეთქვა, ეხლა მე ამგეს ვინახავ? ერთი წამით რა. სამოქალაქო სექტორი პოპკორნი კოკაკოლებით მიდოდა და უყურებდა, იცი ამ ყველაფერს. და ეს სწორია, ეგ სწორია მე. მე ევას ვინმე ამართლებს, თუ ვინმე ამაზე პოპკორნი და კოკაკოლა სიამოვნებასთან არის, სიამოვნებაზე მოდი რაღაც კი ბატონო, თუ ჩემგან შეცდომა არ მოგწო სიტყვა, მაშინ დავარქვათ ის რაც თქვენ თქვი. დანაშაული იყო 2013 წელს, სამოქალაქო სექტორი საერთოდ ამ პროცესში დანაშაული ჩადენილი იყო 2009 წლამდე. და მასალების განადგურება იმითი რომ ამითი წერტილი დაესწრებოდა ყველაფერს, როცა ჯერ კიდევ ხელისუფლება წლებია იგებს ყველაფერს პირველ ოქტომბერს აგებარჩევნებს და თქვენ ნახევარი გაგრო ადამიანებს რომლებსაც თქვენ ნახევარი გაგრო გადააბარო. ანუ შევთავაზეთ ამაზე ვიდრე ხელისუფლება ამ ხელისუფლება მიიღო ის კანონმდებლობა რომელზეც ეხლა ზურა ჯაფარიძე ახლა ციტატი რომ არ არის კანონმდებლობა ბევრია ნებამთავარი კანონმდებლობას მიყვება ინგა იყო პრობლემა ეკა მიშელაძე ეკა ბესელია ოპოზიციონერი ქალები ან ოპოზიციონერი მამაკაცები არ არიან ხელისუფლების ერთი ხალხზე მამაკაცები კადრები რატო არ არის მოიცათ ერთი წუთი თქვენ არიცით რომ სხვა სახელებს და გვარებს არ ვასახელებ ერთი წუთით ლევან დამასწრებინე კითხვა თქვენთვის არ არის ლადო ცნობილი რომ სხვა ადამიანებზეც მიდიოდა მსგავსი ოპოზიციონერი ქალებზია საუბარი უკაცრავად ოპოზიციაში მყოფ სხვა ადამიანებზეც რომ მოხდა მსგავსი ანგარიშწორება. ახლა ოპოზიციონერებზე ახლა რას ნიშნავს? ქართული ოცნების ოპოზიციაში მყოფ ადამიანებს. ნაციონალური მოძრაობა არის ახლა ოპოზიციაში. ახლანდელ ოპოზიციონერ ქალებზე ან კაცებზე. არსებობს ჩანაწერები და ამით ვიღაცას აშანტაჟებს და ანუ რას ამბობთ ეხა თქვენ? აბა რო და წამოყვეთ ეხა ლოგიკაში. წამოყვებით ლოგიკაში მართლა. რას ამბობთ? 2012 წლის მერე გადაღებები გრძელდება? ეკა მიშელაძე არის ადამიანი რომელიც ღიად ამბობს და ჩვენ სანოშიც იყო. კი, ერთი რა ერთი. ხოდა მე ეხა გავიგე პირველად და ეხა ნელისოს უთხრა რომ მე არ ვიცოდი და მაქსაკოს 2012 წელს ვიცოდით? ახლა მინდას ამბავი არ მოხდებოდა. ჩვენ ვიცოდით რომ 2012 ან ციხის კადრებზე ლაპარაკობდით, მაგრამ კადრები მქონდა ნანახი? ვიცით ახლა გზელდება თუ არა? ერთი ფაქტი გვაქვს უკვე. აი ამაზეა საუბარი. არ ვიცი ეს ფაქტი. მოდით მე გავშლი თემას. ეს კანონზეც ლაპარაკობთ, საკუთრივ სასამართლო. ლადო და ლევან. ადამიანი არ გამოსულა და უკანოდ მისმენენ რომ არ უთქვა. ერთი წამით. ხო. თათიას უნდა მე ვამბობ სულ უკანონოდ მისმენენ. ხელისუფლებას ეს დახვდა.
ერთი წამი. ერთი დანაშაულია პასუხისმგებლობა. რაც არის ეს არ უნდა განადგურებული იყო. ხო, მაგრამ გითხარი რატომაც განადგურებული. ერთი წამი უკაცრა, ვადო, ერთი წამი. რა გჭირთ? ერთი წამი კითხვა და მას მევინეთ. ჩვენ უნდა აუხსნათ მაყურებელს. რატომ არის ეს ყველაფერი პრობლემა? რა გააწყალეთ გული? ხშირად არის ხოლმე აი ესეთი მოწერილი წერილები. კადრები მეტი პრობლემა არ არის? ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და როგორი პრობლემა არის? იდა შეუძლია თქვას, თათია შეუძლია თქვას და ლიკას და ნებისმიერ აქ მყოფ ადამიანს მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებენ ადამიანების პირად ცხოვრებას. გისმენთ? 16 წლის გოგოს ვეღარ გავაცოცხლებთ. ის ფაქტი, რომ თქვენ აქ ზიხარს ბატონო ლევან და ითვლით ერთი ეკა ბატონო ლადო, რომ ერთი ეკა მიშველაძე საკმარისი არ არის? კერძო შემთხვევები არსებობს, რომელიც შეიძლება ფართო უკაცრავად მე არ შემიძლია უკაცრავად მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ შემიძლია დებატებში შემოვიდე. არც ერთი არ ხარ პირველად არის. ვადო ძალიან ვადროვოთ ერთმანეთს. ის ვის აშანტაჟებდა ციხეში ვადროვოთ ერთმანეთს აზრის გამოცდილებას. ვადროვოთ ერთმანეთს აზრის გამოცდილებას. შეიძლება საუბარი იმიტომ რომ პირველად არ ხართ თქვენ მსგავსი ტიპის დისკუსიაში, აი აქ უნდა დავდგე ხა რომ გაგაჩეროთ, ადამიანებს უნდა მოусმინოთ, ხო? გისმენთ თათია? სწორედ ამ ტერორისტულმა აქტებმა თავისუფლად შეიძლება ესე ეწოდოს იმ შტურმს, რომელიც 2015 წლიდან უფრო ადრე დაიწყო, მოახდინა ნორმალიზება. ამ ნორმალიზების შედეგია, რომ ხალხი წერს, რომ დავიღალეთ, აღარ გვინდა და თქვენ აქ ხეთხართ და ითვლით, რომ თითქოს ერთი ეკა მიშველაძე, რომელმაც გაბედა და საჯაროდ ამაზე ილაპარაკა და ბევრი სხვა ქალი არის, რომლის სახელს და გვარსაც არ ვასახელებ და ასევე არსებობენ სხვა ქალები რომლების кейსებსაც ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ, საჯაროდ არ გამოდიან, აი ეს არის სწორედ მთავარი პრობლემა, ეს არის ნორმალიზება. ის რომ 16 წლის გოგო ვიღაცა თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ის ციხეში ზის, არ გააცოცხლებს იმ 16 წლის გოგოს. ასევე ქალთა მოძრაობის ეგიდით ჩემთვის ცნობილია ძალიან ბევრი საქმე, რომელშიც დაზარალებული არიან ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონები, მათ სახელებს და გვარებსაც არ ვასახელებთ, რომლების საქმეებზეც გამოძიება მიმდინარეობს. კადრები არის გადაღებული მათზე? ცხადია, ამას გიყვებიან და ჩუმად არიან და დიახ, თქვენ თუ არ გიყვებიან, თქვენ და დაალაპარაკე რა. იდასთან გულის ამოჩუყება და ტირის საქმე ძალიან ეხა ეს იდაზე ისრების იცით რომ რომელიმე ქალებზე არსებობს მათ შორის გამოძიება იცით? მათ შორის აი თუ ინტერპრეტაციას აქ ადგილი ახლა თქვენ აკეთებთ ინტერპრეტაციას. თქვენთან მოდია გულს იფხარ. აღარ შეიძლება ესეც ადგილი ახლა თქვენ აკეთებთ ყველაზე მახინჯი ინტერპრეტაცია ჩემი სიტყვების, რომელიც კი შეიძლება ბუნებაში არსებობდეს. ჩვენ ვამბობთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც დიახ, რატი გაიმეორეთ ეგ პრესე მიმდინარეობს გამოძიება. ანუ რეაგირება ვერ გავიმეორებ. კეთილი ინებეთ და მომისმინეთ და ნუ ჩამეჩრევით, თუ გინდათ რომ აზრი დავასრულო და თქვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც გასაგები იყოს, რას ვამბობ. არსებობს საქმეები, რომლებიც არ საჯაროვდება, რომლებზეც მიდის გამოძიება, რომელიც ჩვენთვის ქალთა მოძრაობისთვის არის ცნობილი, ჩვენ ვიყავით მოწმეების სტატუსით დაკითხული ამ საქმეებზე, სწორედ ეს არის, რომ უკვე ნორმალიზება მოხდა და დანაშაული წახალისდა არა მხოლოდ ისეთ პრივილეგირებულ ქალებზე და არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდანაც. გასაგებია და დიდი მადლობა. ერთი წუთით რა მე თათიას მოსაზრებას გავაგრძელებ, დაუშელობის სინდრომის, რომ დაიწყო გამოძიება, ჩვენ შედეგები არ გვინახავს არასდროს. შესაბამისად, მე რომ ჩემი მეგობრის 16 წლის შვილი დააბულინგეს 15 წლის ასევე კიბერბულინგით. ის უყურებს ასევე მისი დამბულინგებელი აი ამ მთელ პროცესს, სადაც პოლიტიკოსი კაცები ასე ელაპარაკებიან, რომ თურმე ეკაბესელიას აწყობდა ეს კადრები და ეკაბესელია ქალი, რომელიც არის პოლიტიკოსი, მის შემთხვევაზე არ არიან დასჯილი ადამიანები. ასეთ შემთხვევებზე ვლაპარაკობთ. მე ეს ბავშვების წახალისებას იწყებს, არა მხოლოდ ბავშვების ზრდასრულებისაც და გვაქვს ძალიან სავალალო შედეგები კიბერბულინგის სერიოზული პრაქტიკები გვაქვს საქართველოში. რა პოზიცია კარგია თუ ცუდია? ვიცი რა არის ამ შემთხვევაში
შემთხვევაში მე ესე ჩამოყალიბებული პოზიცია ვერ მეკი, ჩემთვის დანაშაულია, როდესაც ავრცელებს, მაგრამ ეს არ არის დაბულიგებელი რომ დაიჭირონ, ასეთ ეს შეგეცოდებია, რახან დააშიაროს და ის დამნაშავე ვინც არის წყარო მთავარი, ის უნდა დაიჭირონ, მაგრამ ამ შემთხვევაში წყარო არ არის დაჭირო. გადატანილია მთელი ლადო ერთი წუთი დანაშაულის იმ 16 ადამიანს და ეს ცოტა აბსურდი არის უბრალოდ. დამნაშავე ვინც ჩაწერა და ვინც გაავრცელა 16 ადამიანთან დაკავშირებით თუ შეიძლება რა არის დანაშაული ხა შევთანხმდეთ რომ გავრცელება და არ შეიძლება მეგობრებო თათია ჩვენ კანონზე ვლაპარაკობ კანონი ითვალისწინებს გიორგისთან გადავა შეკითხვით და ელისოსთან გისმენთ ელისო მე ვიცი ერთი წუთით რა ლადო პოზიცია ვერ მექნება შეუძლია ჩემს წამყვანის ამბულა მოირგეთ ეხა ფაქტიურად და არა არავინ არ მეწოდება ვინც ცხოვრების კადრებით დარბის და ანავზავნის ანაშადაჟებს შეიძლება რომ გადაცემა გავაგრძელოთ უკაცრავად თათია გისმენთ და გიორგისთან მაქვს შემდეგი შეკითხვა რაღაცის 16 ადამიანთან დაკავშირებით მათ შორის ერთ-ერთი გიორგი გასვიანის кейსია რომელზეც სიუჟეტი ვნახეთ მედიის საშუალებით მას ედავებიან მოპოვება შენახვას ადამიანს რომელსაც კადრები ნანახიც კი არ აქვს ეს 16 ადამიანი არის მსხვერპლად გაწირული ძალიან კარგად მესმის რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია მაგრამ როდესაც სწორედ სპეცსამსახურები ასე ამ მეთოდით ავრცელებენ რომ ადამიანებს გასაგებია რომ ვიღაცას მეგობარს გადაუგზავნა მაგრამ როდესაც ავრცელებენ WhatsApp-ის საშუალებით და ინტერნეტის საშუალებით და მე გამოვდივარ თუ არა მსხვერპლი თუ მომივიდა კონკრეტული შეტყობინება როგორც გასაგებია 12-ში როგორც მოვიქეცი გუშინ წინ საღამოს გასაგებია იმიტომ უნდა დარეკოთ არ უნდა დარეკო არა არც ერთი მოქალაქე არ არის ვალდებულო სახეზე ცნობს რომელიმე პოლიტიკოს არ არის დანაშაული არ არის პორნოს ყურება არც პორნოს მიღება არის დანაშაული არც პორნოს არავინ არ არის ვალდებული არავინ არ არის ვალდებული რომ სახეზე ცნობს ყველა პოლიტიკოს ან ნებისმიერ სხვა ცნობილ ადამიანს homemade porno არსებობს ეგეთი ჟანრი შეგიძლიათ შეხედეთ ნებისმიერ პორნოსაიდზე სავსე არც ერთი მოქალაქე არ არის ვალდებული სახეზე ერთი წამით რა მე მიიღო ვიღაცა პორნო საერთოდ გონზია ვინაი და აჩერა თავის მეგობრს ერთი წამით შეიძლება კითხვა რომ დავს YouTube-ზე რა მე მქობ რეჟისორსო ცოტა ხანი თუ არის საშუალება ლადო გოჟაძე როცა დაიწყებს საუბარს გამოურთონ მას ხმა ძალიან იგივე პოზიცია მაქვს მე რაც ლადოს ერთი წუთი კანონის მოთხოვნა უნდა იყოს საცოლი ზურასთან მაქვს კითხვა ანუ ეხა თქვენ რას ამბობთ ზურა რომ ის ყველაფერი რაზე ჩვენ აქვს საუბრობთ არ არის დანაშაული? არა, ეს 16 ადამიანი არიან სრულიად უდანაშაულო. კი, რა თქმა უნდა, ეს 16 ადამიანი არიან სრულიად უდანაშაულო და ყველა არის გამოსაშვები გარეთ. ისინი ახლა არიან გირაუთი გამოშვებული და ემუქრებათ მათ ჯერ კიდევ 8 წლის ციხე. ისინი არიან ყველა გამოსაშვები. იმას რომ ადამიანების პირადი ცხოვრების კადრების ასე გადაგზავნა, გადმოგზავნა ხდება. არაფერს არ მივესალმები. არაფერს არ მივესალმები, კაცო. შეიძლება არ მოგწონთ, დამამთავრებიოთ ერთი წამით რა. არ არის დანაშაული. არა, ცხადი არ არის. არა არის დანაშაული. არ არის დანაშაული. მისამართის ჩვენება არის ეგ. ანუ მე მესმის ადამიანი რომ ვერ იაზრებს, მაგრამ თქვენ ახლა ამბობთ რომ მიზანმიმართულად ერთი ადამიანი მეორეს ამას უზიარებს და ეს კარგია და ნორმალურია? კარგია და ნორმალურია, არავის არ უთხრობს. მე გიხსით რა არის დანაშაული და რა არის ჩვენ შეიძლება რაღაცა ქცევა არ მოგწონდეს, მაგრამ მაგის გამო ადამიანს 8 წლის ციხეში არ უნდა უშვებდნენ. და ახსენი რატომაც homemade porno არის ეგეთი ჩვენი ჟანრი, რომელიც შეიძლება ნახოთ უამრავი. და თქვენ ახლა ამბობთ რომ ნებისმიერ აკრიტიკოს მოქალაქე ვალდებული უნდა იყოსო სახეზე ცნობდეს ყველა პოლიტიკოს, შეიძლება სახეც არ ჩანდეს და არ ვიცი ტანზე ცნობდეს ყველა პოლიტიკოს და როგორც კი მოვა რაღაცა კადები უნდა ამოიცნოს და დარეკოს ეგრევე 112-ში. ჩაულებრივი სიგიჟი არის ეს. არავინ არ არის ვალდებული ცნობდეს სელებრიტის ცნობილ ადამიანებს და არავინ არ არის ვალდებული ამის გამო პორნოს რომ მიიღებს რეკოს სადღაც. სისულელია, სიგიჟი არის თუ დაფიქრდები. კარგი, და თქვენ აქ ვერ ხედავთ პოლიტიკური ანგარიშსწორება? კი, როგორ არ ხედავთ? კი, როგორ არ ხედავთ? გასაგებია რომ ვიღაცა რომ გააცელა, იქ პოლიტიკური მიზნები იყო. აქ არწკლებთ უამრავი ადამიანის იმ პროტესტს, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია. რასთან დაკავშირებით? აი რასთან დაკავშირებით ეხლავე გეტყვით. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის საშინელება, ეს არის მორალური ტერაქტები და თქვენ ეხლა გვეუბნებით, რომ მე რატო უნდა იცნობდეს ვიღაც პოლიტიკოს ადამიანის სახეზე და შეუძლია რომ გადაუგზავნოს თავის სამუშაოდ. მაგნატში მაგას პირველ ნაწილში მაგას არ ამბობ. ვინც ეს გააკეთა, ის არის დამნაშავე, ვინც შეიჭრა ვიღაც საკუთრებაში და იმის ნებართვის გარეშე გადაიღო ის არის დასაჯელი.
ის არის, ვინც პირველად ეგ გააკეთა. მაგის მერე ეს რომ მოხდება რაღაც სოციალურ ქსელში, ადამიანებს დევნა არის სრული სიგიჟე, კაცო, შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ ინტერნეტში უამრავი ცნობილი ადამიანის ეგეთი კადრები არის გავრცელებული. მათინების გარეშე და ყრია სადღაც. და ვინ უნდა ზდიოს იმას ახლა 1000-ობით ადამიანი დაიჭირო? არის აქ უფრო მნიშვნელოვანი. ნაწილობრივ ვიზიარებ ზურას პოზიციას და ნაწილობრივ არ ვიზიარებ და ავხსნი რატომ. შერჩევითობის პრინციპი არის ის, რაც ჩემში პროტესტს იწვევს. დეპუტატი, რომელიც პირველად გამოვიდა, რომლის რძალმა სამწუხაროდ გვარი აღარ მახსოვს, მიიღო WhatsApp-ის ჭიჭინაძე, WhatsApp-ის მეშვეობით ასეთი საკუთარი ქვის ტელეფონში ნახა. ნუ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მედიაში, რაც მოვისმინე არის ის, რომ მან მიიღო შემთხვევით ასეთი შეტყობინება სოციალურ ქსელში. შერჩევითობა უფრო დიდ პრობლემად მიმაჩნია ამ კონტექსტში მე, ვიდრე ის, რომ კონკრეტული ადამიანები მიდიან ამასთან დაკავშირებით ციხეში, იმიტომ რომ გავრცელებაც კანონის მიხედვით არის დანაშაული. კანონი არის იდიოტური, მაგრამ თუ თქვენ ამბობთ, რომ ამის გამო ადამიანები დაიჭირო, მაშინ ბუნებრივად მიხვალთ შერჩევითობამდე, იმიტომ რომ ეს კადრები ნანახია 1000-ობით, 1000-ობით შეება 100-ით ადამიანს, მათ შორის ნარჩენები აქვს მეგობრიც ამის. მაგრამ ყველა შემთხვევაში თუ მიხვალ, თუ იძახით, რომ ეს კანონი ნორმალურია და სწორია, მაშინ ყველა ვარიანტში მიხვალთ შერჩევითობამდე, იმიტომ რომ 100-ით ადამიანს ციხეში ვერ ჩასო. კი, იმ თექსტ ადამიანს ხალხი არ ვიდათ ნანახიც არა აქვს. 2 საათზე ხამე Facebook-ს მესენჯერში მიღებდა და 8 საათზე პოლიცია შეუვარდა სახში. დასტაპარაკოს და ნანახიც არა აქვს. და გადმოვინაცვლებ აქეთ შემდეგ. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, ლადო თქვა რომ 12 საათში არა, ცოტა უფრო ადრე 10 საათზე გავაკეთე 10-20 წუთზე მეზარი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ღამის 3 საათზე ეს პირი არის დაკავებული, მაგრამ აბსურდი რაში მდგომარეობს და მე დავსვამ ახლა კითხვებს დღეს ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. პირმა და ჯერ მინისტრის მოადგილე ჩემ ზუსტად გამოკითხვაზე შესვლის წინ აკეთებს განცხადებას, რომ მოზარდია დაკავებული, არავით არის ინტერესი მანდ არ არის, არავით არის დამკვეთი არ არსებობს და ასე შემდეგ. აღმოჩნდა რომ ეს დაკავებული მოზარდი სულაც არ არის 19 წლის. ანუ შესაბამისად არასრულწლოვანის ვერსია გამოირიცხა. მეორე, აღმოჩნდა რომ 2 კვირაა ეს კადრები დევს იქ, მესამე და მთავარი საკუთარი სახელით და გვარით აქვს ამ პიროვნებას ატვირთული ეს და ეს არის მირიან მჟავანაძე და წყარომ რომელმაც მე მომაწოდა ინფორმაცია არაფერს არ ვამტკიცებ ოღონდ თავში ძალიან კაფეოდ უნდა ვთქვა რომ ის ვერსია რასაც ეხლა დღეს ადვოკატები გვეუბნებიან რომ ბავშვურად მან ვერ გათვალა და არ იცოდა რას აკეთებდა მე ამ ვერსიის არ მჯერა ლაიქებისთვის და ასე შემდეგ რატომ ეს არის პირი რომელმაც ეს ვიდეო მასალა ატვირთვა ეკა ბესელიას პირად თუ შეიძლება აჩვენეთ აი ეს პირი გადაღებულია დათო უსუფაშვილთან ერთად ანუ აქტიური პირია ამის თქმამ დათო უსუფაშვილთან ერთად არის გადაღებული ეს არის ფოტო და მეორე ფოტო ერთი წუთი არაფერს არ ვამტკიცებ ფაქტს ყვები მხოლოდ მეორე ფოტო რომელიც წაშლაც მან მოასწრო თუ ვინმე სხვა წაშალა ინსტაგრამიდან ეს არის კობახიძესთან გადაღებული ფოტოები ხოდა დიახ ირაკლი კობახიძესთან ანუ ის ვერსია რომ ბავშვი იყო მან არ იცოდა ასეთმა აქტიურმა პირმა რომელიც აი პოლიტიკოსებს იცნობს თურმე სახეზე და მათ შორის ეკაბესელიასაც იცნობდა რა კი სხვა პოლიტიკოსს თქვენ არ გეუბნებით ურას ვეუბნები ამ თვითონ ხო ანუ იცნობდა და მე არ მჯერა იმ ვერსიის რომ ესე გაუაზრებლად სადღაც იპოვა ანუ ელისო ეხა თქვენ ამბობთ რომ კობახიძესთან ერთადაც იყო ამ ადამიანის ფოტო მითხრა რომ ფოტოს 19 წლის ზრდასრული ადამიანი დიახ და ის არა ბავშვური და უსუფაშვილთან ერთადაც მაგრამ კობახიძესთან ერთად მისი ფოტოები გაქრა ინსტაგრამიდან დიახ რაზე გაჩნდა სოციალურად ეს პირი არის აქტიური ანუ აქტივისტია პოლიტიკოსებში საკმაოდ კარგად ერკვევა და მათ შორის ფოტოებსაც იღებს შეხვედრებზე ანუ რომელი სამთავრობო წრეებში ტრიალებს ეს არის მაშინდელი ფოტო გადაღებული როცა პარლამენტის თავმჯდომარე გახდათ ბატონი დავითი და ანუ რას ნიშნავს ეს რომ ადამიანი არ არის ბავშვი და არ მჯერა მე დამიტოვეთ უფლება რომ ვიფიქრო რომ ადვოკატის ვერსია არასწორია რომ ბავშვურად მან ატვირთდა არ იცოდა რას აკეთებდა ლაიქებისთვის და ასე შემდეგ ყველაზე მთავარი საიდან ჰქონდა მას ეს პირი და რატომ შეინახა და 2 კვირა რატო ვერავინ ვერ იპოვა ეს ჩემს არამდე მადლობა ლიკა რას კითხულობ და გადმოვალ რეპლიკა რომ მეზრიშვილი ასე დაჟინებით რომ ამტკიცებს რომ უკვე აპრიორი ამტკიცებს და აზრს ქმნის საზოგადოებისთვის ეს ბავშვი არაფერს შუა ბავშვია და არაფერს შუაში არ არის და მოზარდია და აირკვა რომ არ დასრულია სინამდვილეში უკვე აი იმასთან ერთად რასაც შენ ამბობთ კი არა და საერთოდ რატო არ ლაპარაკობს იმაზე რომ ჩვენ ეხლა ვიძიებთ საკითხს თუ საიდან მოხდა ამ ბავშვის ხელში ეს კონკრეტული კადრები. აი
ამაზე რატო არ ლაპარაკობს მეზურიშვილს? სხვა შორის მეზურიშვილზე გამახსენდა, ეხლა არ ვიქნები ობიექტური, რომ არ თქვა, როდესაც 2016 წელს პირადი ცხოვრები, ანუ მას მგრძნობელობა ჰქონდა ამ თემასთან მიმართებაში. არა, სხვა რაღაცას ვამბობ, როდესაც 2016 წელს აი ეს შანტაჟი წავიდა ჩვენზე, რომ აგიტვირთავთ პირადი ცხოვრების კადრებს, თუ არ ვწდები ის იყო მაშინ მოქმედი პროკურორი და იყო ერთადერთი პროკურატურიდან, ვინც სტატუსი დაწერა და სრული მხარდაჭერა გამომიცხადა. ეს უნდა ვთქვა ობიექტურობისთვის. ანუ არა, მას ჰქონდა მგრძნობელობა, მაშინ ძალიან მაღალი სახალხო დამცველმა რომ წამზომი ჩართო, პროკურატურას ჩაურთო და ისე დაასრულა უჩანანუაშვილმა რომ პროკურატურისგან ვერ ეხირსა პასუხის გაცემას რა სტადიაშია გამოძიება. მაშინ სად იყვნენ მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი ეკა, რომელსაც არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, თან იყო საპროკურორო ზედამხედველობის საბჭოს წევრი და მას ჰქონდა სრული და წნობა მათ შორის გრიფით საიდუმლო მასალებზე. გადმოდივარ აქეთ, გიორგი, მოკლედ კითხვა თუ გიჩნდება თქვენ, აი გავიგეთ თქვენი ნათქვამი, რამაც ძალიან აღაშფოთა დამსწრე საზოგადოება, რომ შეიძლება ეს აწყობდაო ეკა ბესელიას რაც კატეგორიულად არ მოყვები და არ გეთანხმებით, მაგრამ კითხვა თუ გიჩნდება თქვენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს პოლიტიკური ანგარიშწორების საუკეთესო იარაღი. რაღაც ჯგუფისთვის, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს მართავს დღეს. მეც ძალიან აღმაშფოთებს ხოლმე, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსის ბიზნეს ინტერესები მხვდება ამა თუ იმ ადგილებში და აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანზე მაქვს ნეგატიური დამოკიდებულება, ვცდილობ რაღაც პირდაპირ ვთქვა ჩემი სათქმელი. რაც შეეხება ეხა პოლიტიკურ ჯგუფს აწყობდა თუ არა ეკა ბესელიესთან მსგავსი ანგარიშწორება, ეს არის, არ ვიცი, ალბათ 4 წლის ბავშვიც ვერ გაბედავდა მსგავს ნაბიჯის გადადგმას, რომ ხელისუფლებას, რომ ანუ წესიერი გამოძიების პირობებში, რომ მივიდეს იქამდე გამოძიება, რომ ხელისუფლებიდან თუნდაც ერთი ადამიანი იყოს შემჩნეული მაგაში, ხელისუფლება გაეხვევა ძალიან დიდ შარში. და აქედან გამომდინარე, მე წამს მჯერა, რომ ხელისუფლებას არანაირი, როგორ გითხრათ, არანაირად არ აწყობდა და არანაირი ხელი არ უნდაერიოს ამ უბინძურეს. თუ იცის, რომ არ გამოიძიებენ დამკვეთზე არავინ არ გამოძიებას რაც შეეხება, ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი დღეს საქართველოში არის პროკურატურა. არის ჩვენ ყავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში $1,000,000 პოლიციელები, რომლის ქონებებით შედგება $1,000,000, ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გულისთვის, რომ უხეშად ვიტყვი, დაკრიშონ, ლობირება გაუწიონ თავიანთ ბიზნესს, ასევე არიან პროკურატურაში. სავსეა $1,000,000 და უფრო $2,000,000, $3,000,000 პროკურორები. მათ როგორ უნდა გამოიძიონ ნებისმიერი საქმე. არ არსებობს გამოძიებული ერთი საქმე მითხარით, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოიძია პროკურატურამ. გახმაურებული საქმე. ერთი მითხარით. ვერავინ ვერ მოხდეს. და რატომ ვერ გამოიძიეს? რატომ ვერ იძიებენ? იმიტომ რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს, თუ იმიტომ რომ მათ არ იყო და არის საკეტილი სექტა, რომელიც აღებაც გახდა შეუძლებელი. დღეს ამდენი უსამართლობის შემდეგ, თუნდაც ყველაზე მწვავედ ადამიანი შეიძლება ვერ ერკვეოდეს იურიდიული კუთხით, მაგრამ ჩვენ ყველა ვნახეთ ხო საგამოძიებო კომისია. რამდენი დარღვევები დაფიქსირდა პროკურატურის. ვნახეთ ხორავას ტრაგედია. რამდენი დარღვევებინა, ანუ ჩვეულებრივ სიტყვაზე ეკონომისტ ადამიანს ნათლად უნდა გაეგო რაოდენ სიბინძურეები ტრიალებს პროკურატურაში, ხო? მაგრამ დავასრულებ, მაგრამ ხახუი ვიჩერჩა პროკურორს. ხაკაძე ისევ ადგილზე არის, შაყულაშვილი ისევ ადგილზეა. დაუჯელობის სინდრომი. ეს აუღებელი ციხესიმაგრეა პროკურატურა. გამოდის წულუკიანი თეა და იძახის, რომ რაღაც იუსტიციის სამინისტროში არის ყველაფერი იდეალური. ნამუსი რო კონდეს მაგ ადამიანს, მინიმუმ ქვეყნიდან უნდა იყოს წასული. კარგით, მოდით მე ვინეწირება ქალბატონო ინგა ამ ყველაფერს რიგითი მოქალაქეები. იმიტომ რომ როგორც ზაზასარალიძე გახდა მსხვერპლი ამ $1,000,000 პროკურორების, ისევე ნებისმიერი ადამიანი გახდება. და ამ ადამიანების გამო არ იქნება არც პირადი ამსახველი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმე გამოძიებული, არც ერთი დანაშაული არ იქნება. არც რომელიმე პოლიტიკოსის რაღაც ნეპოტისტურიან ბიზნეს გარიგებების საქმე. მადლობა, მოდით ლიკას დაუსვავ კითხვა, შემდეგ დათოსთან და ნიკასთან გადავა. თავისთავად ამ ამბის უკან ისევ ბესელიას გარშემო ვტრიალებთ, იმიტომ რომ არასოდეს ვაძლევ ხოლმე თავს უფლებას კონკრეტული სახელები და გვარებით ვისაუბროთ, მაგრამ თვითონ ეკამ
ღიად გახსნა ეს თემა. შესაბამისად, მეც კიდევ ერთხელ დავსვავ ამაზე კითხვას. უფრო შიდა სახელისუფლებო დაპირისპირების კვალი შეიძლება დავინახოთ, როგორც თავადაც აქვს ამაზე ეჭვი, როგორ ფიქრობთ? ახლოს მიიტანა. არ არის გამორიცხული აბსოლუტურად იმდენად მწვავე არის აი ამ ორ ფლანგს შორის. კი არა, რამდენიმე ფლანგი იბრძვის აქ როგორც ჩანს ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვხედავთ რას ყოველდღიურ იმან შეცდომით გაუგზავნა ბესელიას მესიჯი მე კობახიძემ რაღაც საშინელება თქვა აქეთა ფლანგზე იმათ უპასუხეს და ეს ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ამას უყურებთ ამ დაპირისპირებას და შესაბამისად რაღაც ეტაპზე აი ორი კვირის წინაც დაუშვათ ხო აიტვირთა ეს კადრები როგორც ჩანს YouTube-ზე და ორი კვირა იდო ისე რომ გამოძიება მიდიოდა და თურმე ორი კვირა ეს კონფლიქტი ხო ძალიან დიდი ხანია ხო გამწვავდა ორ კვირაზე მეტია ეს ამას ჩვენ ვუყურებთ რომ ახალი წელი და მოყოლებული თითქმის ხო დაახლოებით გასკდა ხო და აი არ არის გამორიცხული რომ ნებისმიერ ახალ ტალღას მოყვეს ეს ახალი კადრები და კიდე ვიზე არსებობს კადრები ჩვენ ვინც ახლა ჩუმად არის ან შეიძლება სურვილი აქვს რომ შეუერთდეს ამ რაღაც პროტესტს დაუშვათ შიგნით ქართულ ოცნებაში და ხმას არ იღებს არავინ არ იცის იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მტკიცებულება რომ ახალი ხელისუფლების დროსაც ადამიანებს უღებენ საძინებლებში თუ სხვაგან და არ ჩანს არც ერთი გამოძიებაზე არანაირი რეაქცია შესაბამისად არ არის გამორიცხული რომ ვიღაცა კიდევ დღეს იმყოფება ასეთი ტიპის შანტაჟის ქვეშ რაც შეეხება ისევ ამ კადრებს და ქალბატონ ეკას ყოჩახმის გამძლეობას რასაც ის უძლებს ბოლო პერიოდში და წარმოუდგენელი ამორალურობაა ეხ ჩემი აზრით როგორც ქალის აზრით თქვენ რაც თქვით რომ მას დედას მეუღლეს ბავშვების დედას, ბიჭების დედას, რომ აი ესეთი რაღაცა აწყობს, ესეთი რაღაცა როგორ მოგივიდა თავში საერთოდ გაუგებარია ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და ქალისთვის. აწყობდეს ხალბატონო. ხო, მოგა ჩემი აზრი არის ის, რომ ყოველ ახალ ჯერზე, როდესაც იფეთქებს ახალ დაპირისპირების ახალი ეტაპი ქართულ ოცნებაში და იქ ტურბულენტური პერიოდია, როგორც ჩანს და კიდე დიდხანს ასე იქნება. არ არის გამორიცხული რომ აი ამ კადრებმა კიდევ გაიჩინოს თავი და ადამიანებზე ზეწოლის იარაღად იქნას გამოგებენ. თუ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას იქ უფრო გამწვავებასაც გადავხედავთ კალენდარულად დათო რას ამბობდით თქვენ ეთანხმებით ანუ გიორგის ნათქვამს გადაცემის თავარი კითხვა ისე კისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც ქვეყანაში დანაშაული ხდება პასუხისმგებელი არის ხელისუფლება იმიტომ რომ მას გააჩნია შესაბამისი სტრუქტურები რომლის მეშვეობითაც უნდა აღმოფხვრას ყველანაირი დანაშაული და გახსნას. აქედან გამომდინარე ის რომ ხელისუფლება თვითონ აყენებდეს საკუთარ თავის პასუხისმგებლობის საკითხს, მე ალოგიკური მიმაჩნია. შეიძლება კიდევ ერთხელ მეორებ, შეიძლება არსებობდეს ხელისუფლებაში ჯგუფები, გარკვეული მიზნებით ახორციელებდნენ ამ ქმედებებს. თუმცა რა ჯგუფები? აი დავუშვათ იგივე ყოფილი წინა ხელისუფლების პერიოდში ყოფილი უშიშროების თანამშრომლები, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, იგივე პროკურორები იმისათვის რომ ქვეყანაში ქაოსი არ ჩაცხრეს, ამიტომ აქვს ჩემი აზრით ეს თანმიმდევრული ხასიათი ამ ქაოსის შექმნისთვის. ეხლა რაც შეეხება ბატონი ზურაბ ჯაფარიძეს ნათქვამს. დანაშაულების ხარისხი, ხო, არის თუ არა ეს დანაშაული. ჩვენ საუბრობთ ამას საქართველოში. თუმცა არსებობენ ქვეყნები, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ბიზნესმენების შვილები, ქალბატონებზე მაქვს საუბარი, ასევე პოლიტიკოსების შვილები ამ სექსუალური აქტის კადრებს თვითონ ტვირთავენ და თვითონ ავრცელებენ გარკვეული რაღაც ბიზნესისთვის, პოპულარობისთვის, იქ სხვადასხვა არ ვიცი ხო. ეხლა გეტყვით, ეს შედარება დათო არ მესმის. არა, გეტყვით, ჩემთვის. აი პირდაპირ გეტყვით, რომ გამახიზიანებელია. მე სხვა რაღაცას ვსაუბრობ, აი ამ წუთას დავასრულებ და გეტყვით. რა შუაშია, რა პარალელია ვერ. ხარისხი დანაშაულის რამდენია და ვის როგორ მეაჩნია შეურაცხყოფილად, ამაზე საუბრობ. მე მაგალითად ვინმემ რომ გამივცელოს საუბარი ტელეფონში რომელიმე ქალბატონს ან უბრალოდ მამაკაც ბილწიწყვიანობით საუბრობდე ჩემთვის გარკვეული ეს იქნება ძალიან დიდი შეურაცხყოფელი თუმცა გაზრებული არ გაქვს ხო რაზე ვლაპარაკობ მე რომ დაახლოებით მაინც თუ ხდებით ქალბატონო ინგა გასაგებია გეთანხმებით თქვენ დაახლოებით მაინც თუ ხდებით რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს ხალი მით უმეტეს აქტიური თათია არიფიქრო რომ მე ვყოფ აქტიურ საზოგადოებრივად ან პოლიტიკურად და არა აქტიურს მაგრამ ამ შემთხვევაში მე ხორვატიის პრეზიდენტი რომელიც სურათებს ტვირთავს Facebook-ზე
ეს რომ ვინმე საქართველოში წარმოგიდგენიათ ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფილი იქნება ამას გეუბნებით საქართველოში საუბრობ ქალბატონო ინგა საქართველოში საუბრობ თორე ხორვატიის პრეზიდენტი ქალბატონი თვითონ იღებს სურათებს და თვითონ ტვირთავს. უკაცრავად არ არის ეს მისთვის შეურაცხყოფელი. ჩვენ საქართველოში ეს მიგვაჩნია შეურაცხყოფად. არ გედავებით იმაში რომ შეურაცხყოფად კი არ მიგვაჩნია. ეს ნიშნავს სერბლისთვის წარმოუდგენელი რაღაცის მოსმენას. არა, გავიგეთ, მაგრამ პრემიერ-მინისტრისთვისაც შეურაცხყოფელი იყო ქალბატონო ინგა. ღარიბაშვილისთვის შეურაცხყოფელი იყო ის რაც აუტვირთეს და ის რაც გაუცელეს რომელსაც ერთ ქალბატონს შეურაცხყოფას აყენებდა პრემიერ-მინისტრის ამას ვერ მიხდებით ჩვენ ასეთი ადამიანი ალბათ არ გყავს ირგვლივ რომელიც ასეთი საუბარი შეურაცხყოფად მიაჩნდეს არ გყავს თქვენ და ვერ მიხდებით თქვენ მარტო თქვენსაც ხდებით მე გეუბნები შეურაცხყოფა და სიკვდილის ტოლფასი გასროლა არის სხვადასხვა რამე. თქვენ ადარებთ ეხლა რაღაცა ბილსიტყვაობას, სექსის ვიდეოს რო გაგივრცელებენ იმას, თან ქალს რო გაგივრცელებენ ამ ქვეყანაში. ვის როგორ? მე არ ვამბობ რომ ყველას ეკიდები არა. ვერ გავიგე ქალბატონო, ჩემთვის იქნება არ არის ეს სექსის გავრცელება შეურაცხყოფილად. არა, ის არის და ამიტომაც არ აღწელებენ კაცებზე ამ ქვეყანაში. ქალებისთვის არის სიკვდილობა სექსის ვიდეოს გასროლა. დანაშაული არის, კი ბატონო, ეს არის შეურაცხყოფელი. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული ამ ადამიანის. ბატონო, გააჩნია. ეხლა იაფარულავა ეხლა კი ფილმში იხდის და ეხლა იქნება მისთვის არ იყოს შეურაცხყოფელი. ისეთი წარმოუდგენელი რამე. რაღაც უნდა ვკითხო რა, თუ შეიძლება ეხლა გამახსენდა. თქვენ ხართ დავით ლორია, ხო? კი ბატონო. მამუკა ხაზარაძე, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზავნის წერილს, იქ არის მოხსენიებული. აპატია შეიძლება თქვენ არ იყოთ, სახე ერთი წამით დავასრულებ. თქვენი პოსტით, ანუ თქვენი მოსახელეს და მოგვარეს. ჩემი სახელაგვარი, დიახ. ხო, არ ვიცი, თქვენ ხართ სხვა. მოხდა კიბერშეტევა, დავასრულებ თუ შეიძლება. მოხდა კიბერშეტევა TBC ბანკზე თქვენი მოგვარის პოსტიდან გაგზავნილი ვირუსით. კი ბატონო. თქვენ ეს შეურაცხყოფელი იყო პირდაპირ გპასუხობთ. ისიც შეურაცხყოფა იყო. გამოძიება მოითხოვეთ. მოთხოვე კი მოვითხოვეს სხვადასხვა ტელევიზიებით, სხვათა შორის და ისიც შეურაცხყოფილი იყო ქალბატონო, პირდაპირ არა და მოვითხოვეს სასწრაფოდ, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც დაუშვათ ხელისუფლებას ასე თუ ისე გარკვეულ ნაწილში ხო ემხრობა რაღაც სიმპათიებით და განწყობით აი ასეთი ადამიანი დაუცველი რომ არის უბრალო ადამიანებზე უბრალო ადამიანები მით უმეტეს არ იქნება დაუცველი ქალბატონო ელისო მე გეტყვით ამაზე ჩემი ვერსია ესეც შეგრებულად გაკეთდა ესეც შეგრებულად გაკეთდა ჩემი დისკრედიტაცია მოხდა ჩემი იმიტომ რომ მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ ვარ სიმპათიებით ამიტომ იყო გამოყენებული შეგრებულად და მის დამიმართულად რომ ეჭვი ყოფილიყო საფუძვლიანი რომ დავით ლორია ნამდვილად შეიძლება მას ეთახმება ერთ რაღაც მაინტერესებს და მეც ვარ სიმპათიები შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ მაგრამ არა მეილი რომელიც შექმნეს სახელი გვარი არის გამოყენებული ჩემი გასაგები და ის დაკითხეს მაინც გამოძიებაში ან თქვენ იყავით ან იყავით ამაზე საუბრობ არ დაგისვეს ხო ამაზე საუბრობ არა გასაგებია ანუ ქალბატონებს ხო გითხარით თავარი ჩემთვის ყველაფერი შეიძლება იყოს შენ რომ ვიღაცისთვის საერთოდ არაფერი არ იყოს აქ რატომ არ არის შეურაცხყოფელი რასაც ეხა ლაპარაკობთ რა სახელებსაც ახსენებთ და რა კონტექსტშიც ლაპარაკობთ რომ შეურაცხყოფელი იყო ეს მე თავიდანვე ეს რატო არ გაგდებთ ეს მე თავიდანვე გავგმე მაგრამ იმ ნაწილში რომ რაღაც აბსტრაქტულ მორალზე ლაპარაკობთ რომ თურმე თქვენი ბილდსიტყვაობა რომ გავცელდეს ახლა გაიზრდებით და უფრო უკეთესად მიხვდებით ადამიანები რომ თქვენნაირი არ გავიზრდები არა ადამიანები მოიკითხეთ თქვენს გარშემო ირგვლივ. მე ხელი მოგიმართ. კარგით, მოდით მე რაღაცნაირად რომ დავაპაუზოთ. ყოფილი ამ ქვეყანაში და პატარა გოგოებიც ლაპარაკობენ აქ და ეთერში ვზივართ და თუ შეიძლება და თქვენ მით უმეტეს უფრო დასრული ადამიანები და გოგოებს გვესაუბრეთ თანასწორია როგორც საუბრო კიბატაკა. ამდენი ხნის განმავლობაში ვზივართ და თქვენ მაყენებთ შეურაცხყოფას. ხმა არ მომიღეთ თქვენ. აი რაღაც თანასწორობაზე რომ საუბრობთ, რაღაც ქალის დაცვაზე რომ საუბრობთ. აი თქვენ მოდიხარ ყოველთვის ჩვენთან შეკრება. კარგი, თემა დავხუროთ ვაგრძელოთ. ეს არის თქვენი ლოგიკა. მოკლედ ისევ პირადი ცხოვრების აღსახველი კადრების გამოძიება. გისვავთ კითხვას. გაიხსნება თუ არა, ან გავიგებთ თუ არა, ზოგადად ვისი ინტერესი იყო. ბათუმის მოვლენები
რომელიც 2 წლის წინ რო მოხდა, ვისი ინტერესები იყო? მე მეკითხები, დღემდე მაგას ვამბობ, რომ პასუხი ვერ გაგვცა, გამოძიება მთქო და მე მეკითხებით? შენი მეგობარი გიორგი მღებრიშვილის. ეს იყო ბრძოლა სკამისთვის. ვისი მეგობარი გიორგი მღებრიშვილი იყო, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი პასუხისმგებლობა იყო 12 მარტის მოვლენები. ბათუმში და 13 მარტს ეს ყველაფერი გადაიბარა ჩემი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებით. აი პასუხისმგებელი პირი გითხარი, გიორგი მღებრიშვილი. ამების ოპოზიციაში უნდა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი იდუმალებით მოცული დანაშაულები. და ასევე მიემატა ერთი ეს. ისე რა კარგი რაღაც გამახსენა ეხა ბატონმა გიორგიმ. მართლა რასაოცარ ქვეყანაში ვცხოვრობ. ცეცხლი უკიდია ქალაქს, ხდება სრული ვანდალიზმი და იჭერენ ირაკლი ჩხვირკიას და კიდევ მერაბ ღოღობერიძეს მერე გაუგებარია საერთოდ რატო იჭერენ ამ ადამიანებს ათავისუფლებ და ვაშუქებდი მახსოვს მთელი ღამე ვიჯექი პირდაპირ ეთერში და ვაშუქებდი ცეცხლ მოკიდებული ბათუმის ამბებს და საერთოდ არ ვიცით რა მოხდა კითხვებზე პასუხები გაეცა ხო ვისი პასუხი ეხლაც ისე ვიგივე მღებრიშვილს რატო არ მოთხოვე რატო არ მოთხოვე მაშინ ბათუმის არანაირი ბერკეტი მაგას რომ მოთხოვო გარდა უფლება განცხადება რატო არ გააკეთეთ საჯარო მაგას კონკრეტულ მტკიცებულებებს ველოდები რამოდენიმე ადამიანისგან და მე ამ საქმეს აუცილებლად გავაკეთე ამდენი ხანი დაჭერდა გიორგი ამ მტკიცებულებებს დაწყებული ამ საქმეზე მუშაობა და ვიზე გაგქეჭე აი არა ერთი წუთი სკამისთვის ბრძოლა მიდიოდა მოდი ექსკლუზიურად შევინახოთ ეს სკანდალი და შემდგომ ეს იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა ასევე არის ეს სიბინძურეც მე ვემიჯნები ყველანაირ მსგავს ქმედებას მაგრამ ეს სიბინძურეც არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა. როდესაც ჩვენ ქვეყანაში არის ძალაუფლება ნომერ 1, ხო? მსგავსი იდუმალებით მოცული სიბინძურეები იქნება მარადიული. დიდი მადლობა. რაღაცის თქმა გსურდათ? ტიბისიზე ვფიქრობ ხა. თქოს კიბერ შეტევაზე და აბსოლუტური სენსაცია ჩემთვის. ეს ფაქტი რომ ბატონი დავით ლორია არ არის დაკითხული დღემდე. არა, ბევრი დავით ლორია არა. ჯერ ერთი გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმეზე. გამოძიება რომ მიმდინარეობს, რამდენი კვირა მიმდინარეობს ძალიან დიდი ბოდიში და თქვენ როგორ მოახერხეს მათ რომ თქვენ აგერ ბრძანდებით არ ხარ დაკითხული ერთ-ერთი თავარ რა შუაშია შეურაცხყოფა თქვენი პოსტა ხო გამოიყენე ჩემი პოსტა იყო ქალბატონო ეს უნდა დაადგინოს გამოძიება აკითხვა უნდა მომხდარიყო თქვენ და რატო ხოდა ერთი წუთი უნდა მომხდარიყო ერთი გამოკითხვა დავით ლორია რამდენი არის საქართველოს გითხრათ 150 ხართ იქნება 120 დაკითხული ვიცი მე არა ვარ შეჩვეული ეს ხოდა აი რატო არ ხართ დაკითხულიო დიდი გამოძიებამ უკვე თქვა რომ ეს დავით ლორია თქვენ არ ხართ გამოგრიცხათ უკვე გამორიცხვის მეთოდი წავიდა თქვენ არის მაგრამ თავარი ეჭვი ჩემზე რატო გაჩნდა გავიგე მაგრამ რატომ არ დაგიბარეს და ეს ხო იქნებ შეგნებულად ვიღაცამ ისე გამოიყენა როგორც შეიძლება მაგრამ პარული კადრები დღეს ცელდება რომ ხელისუფლებას დაარქვეს ხომ უნდა როგორ თქვა ესე იგი კომპიუტერი უნდა დათვალიერებული ხო ტელეფონი უნდა ამოღებული უნდა გამოირიცხოს თქვენი შემხებლობა ამ საქმესთან უნდა გამოირიცხოს და იმისთვის რომ გამოირიცხოს თქვენ აქამდე უნდა ყოფილიყავით დაკითხული. მე რო დაკითხული არა ვარ. ვინ დაზარალდა? ხელისუფლებას არალდება. მეც დაზარალდით ერთგვარად, მაგრამ ხელისუფლება საზარალდება. სიმართლეში უნდათ ადამიანებს გარკვევა, საქმე ზარალდება. დავიღალეთ, იცით ხალხი. თუ კი არ ხართ ამ აბსურდისგან დავიღალეთ, რაც ქვეყანაში ხდება. თან ეხლა საუბრობ და თან ერკვევით რამე. აკია ერთი თქვა მექნება და კიბერ შეტევა განხორციელდა ტიბისი ბანკზე, რომ ტიბისი ბანკმა თვითონ გამოიწია. ხართ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩახედული ხართ? რასთან დაკავშირებით? ხაზანაზის წერილში წერია და სახელმწიფო არის ტიბისი ბანკი ხომ არის სამწუხაროდ სამსახურმა რატომ გაჩნდა ჩემს მიმართ ეჭვი? მარტივი კითხვა ყველას ვსვამ. რატომ გაჩნდა? რატომ? მე არ ვიცი ჩვენ მეგობარი თუ ხარ და სიმპათიით გამსჭვალული ბატონი გახარეს იმას თქვენ როგორ ფიქრობ? იბე დანაშაული ტიბისი ბანკის მიმართ მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრთან დაუშვათ რომ ამ ქვეყანაში მე ვიცოდე რა ჯგუფი ეს ფინანსურ ინსტიტუტს რეკლამაზე გავალ რეკლამის შემდეგ ერთი პატარა ბლოკით უნდა დავბრუნდეთ კიდევ და შევაჯამოთ მოდის ჯელობის და დავიღალე რა და გამოუძიებლო ქრონიკული გამოუძიებლობა ამ ქვეყანას რა. კარგით, გავედით რეკლამაზე, დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ.
საინტერესო ამბები ხდება მოკლედ დღეს საინტერესო ინფორმაციებს ვიგებთ ამ სტუდიაში. რეკლამა მალე გაიჭირს. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში თითო წუთს მოგცემთ თითოეულ თქვენგანს უნდა შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა ერთმა მაყურებელმა მომწერა უბრალოდ ინბოქსში და 9 წუთს ამაზე წავიღებ დათოლორიას იქნებ დაუსვათ კითხვაო თუ არ დაკითხულა და არ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები რატომ უნდა გამოირიცხოს მისი ბრალეულობაო დათო დავიწყებ თქვენგან ლიკა მოგწერეთ. დავიწყებ იქედან. ხო მაყურებელმა ვის აწყობდა ჩემი სახელი და გვარის გამოყენება იმ შემთხვევაში თუ მე არ ვარ ეს პიროვნება ნამდვილად ვინც ეს მეილი შექმნა, ხო? რაღა მაინც და მაინც დავითლორია. ხო. მე მაქვს ეჭვი, ისეთივე ეჭვი, როგორც ამ ფარული კადრებთან დაკავშირებით. ვის უნდა აწყობდეს ფარული კადრების გავრცელება დღეს საქართველოში? ის რომ დღეს პასუხისმგებლობის საკითხი ყველა შემთხვევაში დგება ხელისუფლების, ამ შემთხვევაშიც პასუხისმგებლობის საკითხი თუ დგას იქ, სადაც არის დაუშვათ იმ დავით ლორიას, რომელიც გიორგი გახარიას მიმართ არის სიმპათიებით განწყობილი, რატომ უნდა შემექმნა ის მეილი ჩემი სახელი და გვარით? აქ არის მარტივი პასუხი. როდესაც რაღაცას საიდუმლო შეტევას ახორციელებ, საკუთარ სახელ და გვარს არ გამოიყენებ, ხო? ნათელი. მადლობა. არ არის გამორიცხული, რომ მათ არ გაითვალისწინეს ამ შემთხვევაში აი ამ TBC ბანკის კიბერდანაშაულთა ბრძოლის ჯგუფის შესაძლებლობები. სულაც. ვერ გავიგე ქალბატონო? არა, სტანდარტი არის და მოთხოვნა არის. ამიტომ არა, სტანდარტი არის ბანკების, რომელიც ჩვენ ახლა საუბრობთ. ნებისმიერ კომპიუტერის მოყვარულ ადამიანსაც შეუძლია მარტივად გაგზავნოს ეს არ არის პროფესიონალ დონეზე გავრცელებული. იმიტომ რომ არსებობს ვირუსები, რომლებიც ქალბატონებს გეუნებით როგორც პროფესიონალებს. რამოდენიმე ექსპერტი მოსაზრებას საიდან რა ვირუსი გაიგზავნა? რაზეც საუბარია ის ვირუსი და მე გავიარე კონსულტაციები სპეციალისტებთან და რა პასუხი მივიღეთ იცით არა ლევა გავიგე ლევა როდესაც თუ იმ შემთხვევაში ეს სპეცსამსახურების მხრიდან მოხდა ეს ვირუსის გაგზავნა არსებობს ვირუსები რომლებიც საქართველოში კი არა და ძალიან ბევრ ქვეყანაში ვერტება ამ ვირუსების გახსნა და ამას ჭირდება წლები და თუ ამას სერიოზულ დონეზე ავიღებთ და აღვიქვამთ ისე რომ ხელისუფლებამ ეს განახორციელა ამას განახორციელა ძალიან პროფესიონალურად და ვერავინ ვერ გახსნიდა ამას ის ამერიკის შეერთებული სპეცსამსახურების გარეშე ძალიან დიდი მადლობა მოდით ეხლა შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა ძალიან უბრალო თუ შეიძლება მე ერთი ვიცი რომ ერთი ვიცი რომ უკაცრავად ერთი წუთი განცხადებაში არ წერია ეს განცხადებაში უკაცრავად რა საკითხული გვაქვს ის განცხადება ამეთერში და ამეთერს გარე ამაზე საუბარი ანტივირუსები არსებობს სადაც პირდაპირ ხსნის ბეის ანტივირუსი ტელეფონში მეც არ ვიცი ბევრი რაღაცა მაგრამ გავიარე სპეციალისტებთან და გეუბნებით რომ არსებობს ანტივირუსული პროგრამა რომელიც მეილს პირდაპირ აღდებს დაიჭირა სიგნალი და ანტივირუსი საერთოდ იქ ნახსენები განცხადებაში არ არის და ისე ნუ გააკეთებთ ეხლა რომ ამეჭებს მართლა სერიოზულად თქვენ მხარეს ნუ მიმართავთ რა კარგით მოდით ეხლა ზუსტად 5 წუთი დამჭა ამიტომ მოკლედ მოგცემთ შესაჯამებლად სიტყვას მე მაქვს ასეთი განცდა რომ პარლამენტში გვჭირდება რაც შეიძლება უფრო მეტი აქტიური დეპუტატი. მე მაქვს ასეთი განცდა რომ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი უფლებადამცველი განსაკუთრებით ქალების თემაზე მომუშავე. მართლა მაქვს და ეხა არ ვიცი რატო მომინდა ამის თქმა, მაგრამ მაგალითად სიამოვნებით ვიხილავდი იდას პარლამენტში, იმიტომ რომ ფაქტია რომ ასეთი საშინელებები ხდება ჩვენს ქვეყანაში და ფაქტია რომ არავინ ამაზე არ საუბრობს. სახელმწიფო გუნდიდან თუნდაც გამოდით, ილაპარაკეთ ღიად, დაგმეთ და მხოლოდ რაღაც იმპოზაში ნუჩადგებით, რომ ბრალდებებს პასუხს არ გავცემ. ვიწყებთ მოკლედ შეჯამებას 9 წუთს გაძლევთ. კი, მეც მაქვს ეგ განცდა, რომ უფრო მეტად მიჩენს ეჭვს სწორედ ის დამოკიდებულებები და ის მოზომილი ტონალობა იმ მართლაც არ ვიცი რა უნდა მოხდეს მართლა უნდა მომკვდარიყო ეს ხალი რომ რეაგირება ყოფილიყო სათანადო მე რას გავაკეთებდი თქო დავსვი კითხვა როცა იანვარში 4 დღის მერე გამოაქვეყნა გენდერული თანასწორობის საბჭომ განცხადება შეშფოთების და
ვამბობდი რომ ჯერ ერთი ეს არ არის საკმარის თან 4 დღით დაგვიანებით და მეორეც მე რას გავაკეთებდი როცა რომ ყოფილიყავი იქ როგორც ქალი დეპუტატი რომელიც რა თქმა უნდა პირველ რიგში იცავს საკუთარ თავს და ყველა ის დეპუტატი ქალი რომელიც ახლა დღეს პარლამენტში არის სამიზნის ქვეშ ეს იცოდნენ მათ და მათ ამ რეაქციით პირველ რიგში უნდა დაიცვან ჯერ საკუთარი თავები მე დანარჩენი ქალები ვინც ვართ გარეთ იმიტომ რომ მათი რეაგირება დაგვიცავდა ჩვენ ყველას უნდა დაებარებინათ არ ვიცი მინისტრები უნდა გაეკეთებინათ პრესკონფერენციები ყოველდღიურად ეს არ მესმის რა არის და მე გვამადლიან რომ ჩვენ გვქონდა ყველაზე პირველი რეაქცია იყო ჩუგოშვილის განცხადება ეს არ არის რეაქცია ხალბატონო თამარ მე მეწველი იმიტომ რომ თქვენს მიმართ მაქვს განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი როგორც უფლება დიდი მადლობა იდა ლადო გისმენთ ძალიან მოკლედ რა 20 წამში უნდა ჩაეტიო ძალიან მოკლედ პირველ რიგში მე ვარ ინგა გრიგოლიას ეკა ბესელიას ეკა მიშველაძე და ყველა ქალის მიმართ სოლიდარული ვისაც ოდესმე განუცდია მომავალში იქნება შანტაჟი ზეწოლა დალადობა მუხარა და ასე შემდეგ მეორე დამნაშავე არის წინა ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობა რომელმაც გადაიღო უამრავი ფაილი ხელისუფლების დანაშაულია 2013 წლის ქმედება როცა მათ გაანადგურეს ეს როგორც მტკიცებულება არ გამოიძიეს და არამხოლოდ კუდის მაღალ ჩინოსნები არამედ რიგითი შემსრულებლებიც არ არიან პასუხისგებაში მიცემულები და ბევრი მათგანი ახლად მუშაობს შსს-ში პროკურატურაში და მთავარი ამ ხელისუფლება მიიღო და ის კაცრი კანონები როცა ისჯებიან ადამიანები რომლებაც გაავრცელეს კიდევ მეორე ძალიან მოდაში იყო ეს სიტყვა დღეს მიმდინარეობს გამოძიება დარწმუნებულად ჩვენ მივართ დამკვეთამდე და დამკვეთი იქნება ის ვის დღეს დარჩა ყველაზე მეტად მოგებული ვინც დარწმუნს ქვეშ დააყენა ეკა ბესელია პირველ რიგში და ვინც დარწმუნს ქვეშ დააყენა ქართული ოცნება განჩე საზოგადოებაც შეზე კარგად გაიგე ხო პირველ რიგში უნდა შევხედოთ აქ სამართლებრივი კუთხით თუ შევხედავთ ახლა ვერავინ ვერ შემედავება მე მგონი რომ აქ ხელისუფლების პასუხისგებლობის საკითხია იმიტომ რომ ხელისუფლება არის პასუხისგებელი იმ ყველაფერზე რაც ხდება ამ ქვეყანაში ბუნებრივია ხოლო საუბარი იმაზე რომ ხელისუფლებას არ აწყობდა ან აწყობდა და ხელისუფლება ამით წააგებდა ეს არასერიოზულად მიმაჩნია ვინაიდან თუ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობთ სამართლებრივი პასუხები უნდა გაეცეთ ხოლო სამართლებრივ პასუხებს ხელისუფლება არ ცემს პირდაპირ გეუბნებით მე ფაქტები მოგისახელეთ მიზანმიმართულად არცემს ხელისუფლება სამართლებრივ პასუხს და მარტივ რაღაცას გეტყვით ხალბატონო ინგა როდესაც თქვენს ეთერში მე უსმინე გახარიას რომელმაც მაჩალიკაშვილის საქმეზე ისეთი განცხადება გააკეთა რომელსაც სამართლებრივი სახელმწიფოს შინაგან საქმეთა მინისტრი კი არა რიგითი უბნის ინსპექტორი არ გააკეთებდა ამ განცხადებას ანუ ჩვენ ეს იყო გადაფარვა გამოძიების აი მიზანმიმართულად ჩადენილი დანაშაულის ხოლო ბოლოს TBC-სთან დაკავშირებით მე თქვენთან დაკავშირებით აი ვასრულებ ეჭვი კი არა მაქვს მაგრამ თქვენ როგორც მინიმუმ თქვენთან არანაირი ეჭვი არ მაქვს როგორც მინიმუმ დაკითხული უნდა იყოთ მეც რო ვიყო ამ სიტუაციაში მეც უნდა ვიყო დაკითხული მით უმეტეს ახლა რაც განაცხადეთ იმის მერე ალბათ უფრო უნდა გავუშვეს კითხვები შინაგან საქმეებში მაგრამ თქვენთან მე ბუნებრივია პირველად ხედავ და არანაირი კითხვები არ მაქვს პირად რო აღარ მაქვს გისმენთ ნიკა მე ვფიქრობ რომ თუ ვინმეს ურტყავს ეს პირველ რიგში ურტყავს ქართული ოცნების ლიდერშიპს ბატონ გახარიას ბატონ ბახტაძეს ძალიან რთული საქმეა ძალიან რთული кейსია და ძალიან რთული გამოწვევა მათთვის და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ პირველ რიგში ეს მათ ინტერესებში არ შედის და მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა რომ როგორმე ეს საქმე და ამ ყველა იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს თავი გაართვან ელისო პირველი ვინც ეს გადაიღო და ვინც ამას დღესაც აკეთებს არიან ძალიან უზნეო ადამიანები მეორე ყველა ადამიანი ვინც ეს ვიდეოები შეინახა გაავრცელა გააგზავნა და ატვირთა უნდა იყოს კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი იმიტომ რომ კანონის მოთხოვნა ეს მესამე ხელისუფლების ვალდებულებაა რომ მისთვის მთავარი იყოს კანონის უზენაესობა ვინ დაზარალდა ვინ მოიგო ეს ყველაფერი სხვა დანარჩენი არის ლირიკა დიდი მადლობა დათო გაცეცი პირველი თუ ვინმე უნდა დაკითხულიყო თუ ლოგიკას მივყვებით და თუ ლოგიკა არის ყველაზე მთავარი ეჭვისთვის 2016 წელს სანამ ეს ფარული კადრები გავრცელდებოდა 2 დღით ადრე ერთ-ერთი ტელევიზიის მეშვეობით მოეწყო შოუ ანუ სატელევიზიო შოუ სადაც პარლამენტის წევრების მიმართ იქნა დასმული კითხვები თუ რას ნიშნავს სექსი საქართველოში და ეს პირველი ვინც იყო ამ კითხვის ადრესატი იყო ეკა ბესელია ეს იყო რუსთავი 2-დან ანუ 2016 ეს ნანუკა შოუ გადაცემა იყო რას ნიშნავს სექსი საქართველოში რას ნიშნავს სექსი საქართველოში პირველი კითხვის ადრესატი იყო ეკა ბესელია რას ლაპარაკობ ეხა ხვდები საერთოდ ბატონო 2 დღეში გავცელდა ქალბატონი ეკას ანუ რა პირადი ცხოვრების სამსახური კადრები თუ ეს იყო შემთხვევითობა თუ ეს იყო მიზანმიმართული ანუ ნანუკა და ეკა ერთად მოქმედებდნენ რომ გაემსებოდნენ კადრები იქნებ კონდა ინფორმაცია სამართლებრივად
მთელი საფუძველი იცით რა არის და თავი ლოგიკა იქნებ იყო კავშირში ამ კადრების გახსნილება. კითხვა როგორი იყო დასმული? ეს იყო შემთხვევით გაშვებული გადაცემა თუ უკავშირდებოდა იმ ფარულ კადრების გავცელებას. კარგით რა, მე მგონია ეხა რომ იხუმრეთ. სერიოზულად ამას უბრალოდ ვერ აღვიქვა. კითხვა რა იყო დასმულიო? აქაც არის ლოგიკა. ეს იყო შემთხვევით ქალბატონო კითხვა რა იყო თქო, კითხვა. უნდა ყოფილიყო თუ არა დაკითხული სულ სხვა გადაცემაში რა ფიქრობ რომ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ერთ დღეს ხდება პარლამენტის წევრებზე, ქალბატონებზე რას ნიშნავს სექსი საქართველოში და ორ დღეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდრო რას მეუბნებით ახლა გადაცემაში დასმული შეიძლება შესაძლებელია რომ იყოს შემთხვევით გამო გადაცით რომ ერთი წუთი სადღაც აღრევა თქვენ ამაზე რომ ვინმე ჩვენ რაღაცების აღრევა რა ოცნების იდეოლოგებს მივმართავთ არის მე ვარ მამაკაცი და ვინმე რომ მოვიდეს და მითხრას რას ნიშნავს სექსი მე ამაზე არ ვისაუბრებ იმიტომ რომ ეს ჩემთვის შეურაცხყოფილი იქნება საჯარო საუბარი ხმერქო ჩემო კარგეთ მე საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო კი ბატონო ხო საჯარო ბატონო შეურაცხყოფა ის არის და დანაშაული ის არის როცა პირადი ცხოვრების ფარულად გადაღებულ კადრებს უტვირთავენ ადამიანებს შანტაჟისთვის მუქარისთვის ან ანგარიშწორებისთვის კითხვა რომ დაგისვათ ახლა მე თქვენ რას ნიშნავს თქვენთვის სექსი ეს რატომ არის შეურაცხმყოფელი უბრალოდ არ მესმის და თქვენ ამაზე ისაუბრებთ ხალხო რას ნიშნავს სექსი რა როგორ უნდა ისაუბროთ სექსი რას ნიშნავს ამაზე ვისაუბრებ თუ მოვა ჩემთან რომ ერთი წუთით რა ყოველგვარი ხლიცინის და ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ერთი წუთით ვისაუბრებ ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებ ერთი წუთით რა და ერთ რამეს გეტყვით ახლა თუ გინდათ სექსი არ არის სირცხვილი. ადრე ვთქვი 2016 სირცხვილი არ არის, მაგრამ ერთი წუთით არ არის ხალხო. რაზე ვლაპარაკობ? საერთოდ არ მესმის დათო. არა, ამაზე ვილაპარაკე იმ ცნობილ ეთერში 2016 წელსაც, როდესაც კადრების გამოქვეყნებით გვემოკრებოდნენ და ამას ვიტყვი ეხლაც. სექსი კი არ არის სირცხვილი. დანაშაულია ის, რომ ადამიანს ფარულად უღებ მისი პირადი ცხოვრების კადრებს და მე ამას ან უსაჯაროებ, ან გინდა რომ ამითი მაშინ რატო არის ეს სანქცია? იყოს ბატონო თქვენთვის სირცხვილი, მე არ ვთვლი ტუალეტში შეხვდეთ რომ გადაიღებენ სირცხვილი არის. აბაზანაში რომ გადაგიღონ და რომ გამოგიქვეყნონ. სირცხვილი არ არის შანტაჟი როგორი? თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, როდესაც ფარულად გიყვავთ. თქვენი ნების საწინააღმდეგოდ მე თქვენი ჩეულებრივი სურათი შეიძლება გავაცნო. როდესაც ფარულად გიღებენ შენი ნების საწინააღმდეგოდ ადამიანს, გინდაც ეს იყოს საძინებელში, გინდა აბაზანაში, ან რაღაც შეხვედრის დროს, ჩუმად გითვალთვალებენ და გიღებენ. ეს ნორმალურია თქვენ? ესე იგი გინდ სამზარეულოში. ეს ნორმალურია. არ არის ნორმალური, მე ხო არ გეკამათები ამას. მე პირიქით იმას გეტყვით, რომ არა რამოდენიმე ხნის წინ ფრესკოს თანამშრომლები, როდესაც ადანაშაულებდნენ ხელმძღვანელობას, მსგავსი მიყურადებით გასახდელში, ხო, მაგრამ რატომღაც ეს საქმე ჩაწყნარდა და მე შემდგომ ეს რომელიც უნდა ყოფილიყო უნდა დავასრულოთ ხოში მეუბნებია რომ უნდა დავასრულოთ ერთი წუთი ზურას ვაძლევ 20 წამი ზურა უნდა ჩაეტიოთ არ ვიცი რა მე კომენტარს თუ გააკეთებთ ეხა მე იდა თათია და მოგცემ სიტყვას დი. არ ვიცი, რა მე მგონი შეჯამებს შეაჯამა, მე მგონი კარგად აჩვენებს ასასვისმენთ ის რა ტიპის საზოგადოება ვარ და მანამ სანამ ეგეთი საზოგადოება ვარ, მანამდე ეგეთი რაღაცები ამ ქვეყნის სამწუხაროდ იმუშავებს და მანამდე მგონია რომ ფუჭი ოცნება არის, ოცნება რაღაცა კარგ ხელისუფლებაზე, რომელიც ცუდად არ მოიქცევა და ასევე ფუჭი ოცნებაა რომ კანონფურცელზე დავწეთ რაღაცა კარგ კანონებს და ეგეთი ცუდი რაღაცები არ მოხდება. სანამ აი ესეთები ვართ, მანამდე მოხდება ყველაფერი სამწუხაროდ. მადლობა, იდა გისმენთ. ვისაუბრე, მაგრამ დავამატებდი იმას, რომ ხო, აი მეც არ ვიცი, ამ ყველაფრის მერე კომენტარი რთულია, იმიტომ რომ მიყურადება ყველა შემთხვევაში, სადაც არ უნდა იყოს ეს და ფარული გადაღება არის დანაშაული. უბრალოდ რატო იყენებენ სექსის ვიდეოებს ქალების წინააღმდეგ? ეს არის კულტურული ამბავი, იმიტომ რომ სირცხვილია ქალებისთვის სექსი ამ კულტურაში და ამას გვასაღებენ ასე სირცხვილად, მაგრამ არ არის სირცხვილი. სექსი აქვთ ქალებს, მაგრამ არ უნდა გადაუღო ეს სექსი. დიდი მადლობა, გიორგი გაძლევთ სიტყვას და დაასრულებს თათია. 20 წამი მხოლოდ. როდესაც ჩვენ გვაქვს ესეთი ჩიხები ქვეყანაში და როდესაც ჩვენი პირადი თუნდაც არ აინტერესებს საგამოძიებო სტრუქტურას აუცილებლად უნდა შეეხო მას პირადში.
ანუ რას გულისხმობ? ის რომ პროკურატურასთან დადგენ ადამიანი და აქცია მოაწყო, არ მოქმედებს. როდესაც სახლთან დაუდგები და იქ მოუწყობ აქციას, ხო, გენერალურ პროკურორს ის კეთილს ინებებს. და მეორედ რომ მსგავს უხერხულობაში არ ჩავარდეს, მოეკიდება გულით ამ საქმეს, მაგრამ იძულებულს რატო ხდის დღევანდელი ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები ადამიანებს რომ მათ სახლებთან გამართონ აქციები. დიდი მადლობა, ნიკა გისმენთ. პრინციპში ვისაუბრე არაფერს დამატება არ. კარგი, და თათია დაასრულებს. ალბათ კარგი იქნებოდა რომ სხვა ადამიანის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველს კადრებზე ინტერესი არ გქონდეს რა, არ გვაინტერესებს ეს სხვისი პირადი ცხოვრება და აქტუალური და ხელშესაჭედიც არ იქნება არავისთვის. დიდი მადლობა, გისმენთ. შეჯამებისთვის ალბათ მინდა რომ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და პირველ რიგში მადლობა გადაუხადო ყველა იმ ქალს, რომელმაც საჯაროდ გაბედა ამ თემაზე საუბარი და ამასთან დაპირისპირება, მათ შორის თქვენს ინგა და სხვა სახელებს და გვარებსაც აღარ ჩამოვთვლი. ამავდროულად მინდა რომ ეკაბესელიას გამძლეობა ვუსურვო, მომწონს თუ არა ეკაბესელია როგორც პოლიტიკოსი, ეს მეორე ხარისხოვანია, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც გახდება ასეთი ტერორიზმის მსხვერპლი, საზოგადოებისგან უნდა იღებდეს მხარდაჭერას და მესამე რისი თქმაც მინდა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია სექსუალური განათლება სკოლებში, იმიტომ რომ არ იღებდნენ ახალგაზრდები ინფორმაციას მედიიდან, არ იღებდნენ იმ არასწორ და დამახინჯებულ მესიჯებს, რომელიც ამ სტუდიაშიც გაისმა და ეხლა საუბარი მიდის სასკოლო პროგრამაში სექსუალური განათლების შეტანაზე და ყველა ორივე ხელით მივესალმები ამ პროცესს. დიდი მადლობა. მადლობა მეგობრებო, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. წარმატება მინდა გისურვოთ და ერთმანეთს ჩვენ ვხვდებით ზუსტად ხვალ საღამოს 8-ზე პირველებში. ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება. ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი, დიანა ტრაპაიძე და მე წარმოგიდგენთ კვირის მთავარ თემებს. მადლობა რომ გიყურეთ ნახვამდის.